საგამომშვიდობის. ჩემი დღევანდელი სტუმრები არიან ბადრი გრიგალაშვილი, უპარტიო პოლიტიკოსი, აი ოქსიმორონული უპარტიო პოლიტიკოსი, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ კარგი გამოცდილების მქონე ადამიანი იმ სიტუაციაში, რომელშიც მე მგონი ყველანაირ ოპოზიცია ვართ და ზურა მახარაძე, ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, ხან მე ვიდივარ იმათთან, ხან ზურა მოდის, უყურში ლაპარაკის ამბავში მინდა რომ წინა კვირას როცა ჩავფლავდი მე ბატონ კაკო ბობოხიძესთან და ძალიან ვინც მიყურეთ ალბათ ძალიან ძიმეში თავეწილება დაგიტოვეთ მინდა რომ აი ცოტა განსხვავებული ლაივი გამოგვივიდეს და მართლა რეალობაზე ვილაპარაკოთ. რეალობას რაც შეეხება აი ამ ბოლო პერიოდში თუ ვინც გვაკვირდება ჩვენს დებატებს როცა ქართულ ოცნებასთან ხშირად დებატავდით ჩვენი აზრი იყო ესეთი რომ თავარი ამ ქვეყნის პრობლემა ზოგადად რა თუნდაც ევროკავშირში რაღაცა ევროპაზე და დასავლეთზე და რაღაცებზე რომ ლაპარაკობდით არის ერთპარტიული მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა, ერთი კაცი რომ მართავს ქვეყანას. ოღონდ ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის პრობლემა კი არ არის. ეს არის პრობლემა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ქვეყანაში. აი თითქმის ყველასი რა. და რატო არის მაგალითად აი ზურას შემთხვევა, ამ შემთხვევაში აი რატო გამოარჩევს ამას და რატო გამოარჩევს ბადრის და მის მეგობრებს, რომლებიც იყვნენ ახალში ბოლო პარტია მე მგონი ახალი, რაც არის ახლის ნაწილები იყვნენ რა. და წამოვიდნენ იქიდან. ერთი ის რომ ამათმა დაინახეს პრობლემა, დაინახეს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის პრობლემა, ხოლო ის რომ გუშინ მაგალითად თუ ამ დღეებში ზურას ლანძღავი თუ ყოველ შემთხვევაში მისივე პარტიიდან ლანძღავი აკრიტიკებენ ყოველ შემთხვევაში არ მეთანხმება ნაწილი პარტიის, ნაწილი მეთანხმება. ხო, ეგ გაჩვენებს იმას, რომ თქვენს პარტიაში ეს ერთპიროვნული მმართველობა არ არის და მადლობა ღმერთს. ხო, ვიღაცებს განსხვავებული აზრი აქვს და აი ეს მაინც განსხვავებელია აი ამ ადამიანების და იმ რაღაც წრის რომელსაც ეს ხალხი წარმოადგენს, ხო და მე მქონდა ესეთი იდეა რა რომ ნებისმიერი პარტია ის რომ პარტია იყოს და პრეტენზია არ ქონდეს რომ მე ვიქნები მომავალი ბიძინა ივანიშვილი, ანუ მე მინდა ბიძინა ივანიშვილობა და მე მაგალითად არ შემიძლია არ მინდა ბიძინა ივანიშვილობა, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ისტორია ზოგადად იმას მე რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების დანაწილება. ანუ პრობლემა მიგვაჩნია რომ აი ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთ ადამიანზე მოდის. მიუხედავად ამ ადამიანს შეიძლება არც კი იცოდეს რაღაც პრობლემის შესახებ, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც ამ ერთ ადამიანზე მოდის, ისე გვაქვს ქვეყანა მოწყობილი რა. და იგივე არის პოლიტიკურ პარტიებში. და სამი კრიტერიუმი ჩამოწერე. აი ჩვენს ლაივს დღეს ესე ქვია რა. ერთი რომ შენ უნდა გქონდეს ისტორია ხანგრძლივი, თანმიმდევრული რაღაცა იდეის მხარდაჭერის, ანუ იდეა აუცილებელია თუ პოლიტიკოსი ხარ, ყველაფერში კი არ გაქვს. ანუ ხან ერთი რაღაც არ უნდა იყოს და ხან მეორე რაღაც არ უნდა, ხან ერთის არ უნდა გჯეროდეს და ხან მეორის არ უნდა გჯეროდეს. უნდა გქონდეს რომ შენთან მაგალითად აი პოლიტიკურ სიას, პარტიულ სიას როგორ აფორმირებ, ანუ ეს უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი და მესამე გამჭვირვალე დაფინანსება. აი მე მგონია რომ ეს სამი კრიტერიუმი არის მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ მაგალითად თქვენ თუ სიტყვაზე აი ახალ პოლიტიკურ პარტიას გააკეთებთ, ან რაღაცა ამ სტანდარტით შეფასდებით. როგორც პოლიტიკური პარტია, რომ გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული რაღაცა წარმოდგენა სამყაროზე, გაქვთ თუ არა აი თქვენ შორის როგორ უნდა მოხდეს რაღაცა ვინ არის პოლიტიკოსი, ვინ არის უკეთესი პოლიტიკოსი და ვინ არის ვიღაც ერთი კაცი წერს თუ არა მოკლედ სიას და მესამე გაქვთ თუ არა გამჭვირვალე დაფინანსება და მე მგონი აი ამ რაკურსში რომ განვიხილოთ დღევანდელი ოპოზიციური ამბავი რა აი ზუსტ დიაგნოზს დავსვათ რომ ფაქტობრივად პოლიტიკური პარტია ქვეყანაში არ გვაქვს. ანუ პრობლემა ამაში მდგომარეობს რა და თქვენ გაქვთ შანსი. ანუ იმიტომ რომ ეს გზა გავლილი გაქვთ. და ანუ საკუთარ თავზე გაქვთ მათ შორის ნაწონები რა, ანუ ის რომ თქვა თქვენ წამოხედით აი ზუსტად ესეთი ფეიქ პარტიიდან და ანუ აი ზურას შემთხვევაში კიდე რაღაცნაირად ანუ თქვენი დაფინანსება მე არ ვიცი როგორ რამდენად გამჭირვა. არა, ხო, მაგრამ საინტერესოა. ანუ საერთოდ რა ხან მაქემატიკას ჩავშალოთ. აი მოდი ფიქრობთ თუ არა რომ იმისათვის რომ ჩვენ ზოგადად მომავალზე ვიფიქროთ, ის კი არა რომ ხვალ რაღაცა ხელისუფლება დავამარცხოთ, მაგრამ ზოგადად მომავალზე ვიფიქროთ, რაღაცა საწყისი წერტილი მაინც გვჭირდება ისეთი, რომელზეც თანხდებით შეიძლება რაღაც პრობლემის გადაწყვეტის გზები საერთოდ სხვადასხვა გქონდეს, მაგრამ მინიმუმ აი საწყის პრობლემაზე ხო უნდა თანხდებოდეთ. მოდი შენ სამი თემა რაც ჩამოთვალე, მე მგონი მაგ ყველაფერზე წინ არის უფრო ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ეს არის ობიექტური რეალობის ადეკვატური შეფასება. ანუ ეგ არის ბაზა და მე შეიძლება ის სამი რაღაცა რაც შენ თქვი ჩაშალო. რატო ვამბობ მაგას?
ერთ-ერთი პრობლემა მაგალითად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის არის, რომ რაღაც მითოლოგიებით ცხოვრობს რა, ქართული პოლიტიკური სივრცე. მაგალითად, აი ოპოზიციის დიდი ნაწილის პრობლემა ხო ეგ არის, რომ რაღაცა წარმოდგენა აქვს სამყაროზე. ობიექტური რეალობა მაგ წარმოდგენას არ ემთხვევა და იმის მაგივრად რომ ტიპებმა გაანალიზონ, რომ არასწორად ხედავთ, ობიექტურ რეალობაზე ბრაზდებიან ტიპები. აი მაგალითად ეხლა ჩვენ სადაც ვართ, გეტყვი რაც ლოკაციაზე ჩვენ ვართ ეხლა, ხო? რამდენიმე ასეულ მეტრში ქვემოთ არის პარლამენტის წინ ტერიტორია. ამ პარლამენტის წინ ტერიტორიაზე 500 რაღაცა დღეა უკვე, არ ვიცი, სათვალავე მერია, ერთ და იგივე მოვლენა ხდება. გამოდის რაღაცა ხალხი და ამბობს, რომ უწყვეტი პროტესტის რაღაცა დღე. საერთოდ არ შედივარ ხა ამის იდეოლოგიურ იმაში, ხა შენ იცი რომ მე ვაფშე სხვა შეხედულება მაქვს, საერთოდ სხვა მასზე ვარ, მაგრამ მოდი აი იდეოლოგიები ჩავხსნათ, აი ობიექტური ანალიზით მივყოთ რა. რაღაცა საკეთებ 500 დღეა. არაფერი არ შეიცვალა ვაფშე. ანუ კარგისკენ, ცუდისკენ კი არა, ვაფშე არაფერი არ შეიცვალა. 500 დღის წინ უფრო მეტი ხალხი იყო ვიდრე ახლა. არა, ეგ გასაგებია რომ ხა მაგ აქტივობაში, ანუ მაგ ფლეშმობში, ანუ ვიღაცა დაიღალა ხა, ვიღაცას გაუჩნდა ის კითხვა, რასაც მე ვსვავე ხა, რომ 500 დღეს რაღაც რო გახარდა არაფერი არ ხდება, ნუ ალბათ არ მუშაობს, ხო? მაგრამ ვიღაცას აქვს ისევე განწყობა. აი, ჩემს საყვარელი ციტატა ეგეთი, Meg Far Cry რო არის თამაში იქ ამაქვს მოსმენილი, რომ სიგიჟის დეფინიცია არის, ერთი და იგივეს რო აკეთებ და მოლოდინი გაქვს, რომ ამჯერად სხვა რაღაცა მოხდებაო, ხო? ეხლა მაგას რატო ვამბობ, ხო? მან და არა მაქვს ეხლა ამ თემის კრიტიკის მომენტი იდეოლოგიურად. მე მაქვს ამ მომენტში კითხვა, რომ ობიექტური რეალობის აღქმის პრობლემა ხო არის ხა მან? ამ ტიპით გახარ 500 დღე და ელოდები, რომ გარედან ვიღაცა დასავლეთი პირობითი აი დამინახავს მე აქ როგორ დგავარ და აი დედას უჭირებს ბიძინას აი ხა ჩემ მდგომაზე არის და ნუ რავი ხა ობიექტურ რეალობამ განახა რომ ილუზია გაქვს და მან ხდება ნახე გაყოფა რა ნაწილი მან გადადის სექტანტობაში რომ თუ ობიექტური რეალობა არ ემთხვევა ჩემს წარმოდგენებს მით უარესი ობიექტური რეალობისთვის და ეგ ძალიან ძიმე მოვლენაა. ნუ რაღაც ხალხი აკლდება და მოკლედ ეს ჩემი მონოლოგი რისკენ მიდიოდა რა. იმ ყველაფრის წინ რაც შენ ჩამოთვალე დაფინანსების თემა, შიდა პარტიული გადაწყვეტილებების თემა და ასე შემდეგ იწყება იქიდან რომ ხალხი პოლიტიკური ძალები, აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, ხო? ცხოვრობს შიდა ნაციონალური მოძრაობისვე შექმნილ მითში თუ ობიექტურ რეალობაში. მაგალითად მიშა რო ეხა ხაჯეთის ციხეშია და ვიღაცა პარტიის ლიდერი ისე რომ უნდა დანიშნონ რომ მან ეს ციხეში ანგრიოს და მიშა როგორც მზეთუნახავი გამოიხსნას და მე გადარჩება საქართველოს ეხა მაგ რეალობაში ხალხი ცხოვრობს. მან ის დაფინანსება პარტიული სტრუქტურა ეგ უკვე აზრს კარგავს. ჩაგერთვები რა, მე მგონი მიშას შემთხვევაში უფრო გასაგებია რომ მიშა ისეთივე ერთპიროვნული მართველი იყო დადასტურებული აქ ეს თავისი მმართველობის პირობებში რომ ეგეთი იყო მაგაზე არავის ეჭვი არ ეპარება ანუ როგორც ვიღაცებს უყვართ რა ვიცი და მოწონთ ბიძინა ვიღაცებს უწონთ მიშა ანუ ჩვეულებრივი ბელადები ან მაგ ამბიციასაც ხადებს რომ თვითონ უნდა ბელადობა კი არა არის პრობლემას მაგაში პირიქით ვისაც მე ბელადებთან პრობლემა არ მაქვს მე ბელადებს ველაპარაკებ ბოდიში რა პატარა ჩაჭრას გავაკეთებ მე ხა ეს პარტია კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარემა წერია თქვენთან ერთად და თავმჯდომარე არა ვარ ერთ-ერთი ლიდერი ვარ რა რამეშარი არა ვკითხებია ხო კაი ბოდიში გააგზავნეთ ხო გთხოვთ რომ რამე დავაკორექტიროთ რომ კორესტორად იყოს რა მარტო სახელი და გვარი დათვეთ რა სპიკერი ვარ კი ბატონო შენი ხო და აი ბადრი მე პრობლემა რაში მაქვს იცი რომ ჩვენ თუ ამას ვუპირისპირდებით აი მაგალითად წეგამე ვეუბნებოდი რა რომ აი ხო გამოდის რომ ჩვენ ახლა ვეძებთ ბიზნესზე უკეთეს ანუ ამ დღევანდელი მოწყობით გამოდის რომ თუ ჩვენ არა გვაქვს აი ეს სამ ჩემს მიერ დასახელებული სამი ნიშანთვისებით აღჭურვილი რაღაცა ჯგუფები ადამიანების მაშინ გამოდის რომ ყველა პარტია არის ერთკაციანი პარტია. იმიტომ რომ ფული ვიღაცასთან ხომ მიდის. აი ვიღაცა ხო შეულობს ფულს. მე ის ხო ქირაობს პოლიტიკოსებს. შესაძლოა ამ ხალხმა ხო არც კი იცის რა საიდან ფული რაღაცა და გამოდის რომ ეს კაცი წვეთს სიასაც. ამ კაცს მოაქვს ფული, დარწმუნებული ვარ გვარამი ეგრეთი იყო რა.
და რა ვიცი ჯაფარას კი ესეთი იქნება და რა ვიცი ნებისმიერი პოლიტიკოსი რომელიც ფულს შოულობს, რომელიც ვიღაცას ქირაობს ასე შემდეგ და ანუ გამოდის რომ ამ ადამიანს უნდა ამ მოწყობით ასეთი ტიპის მოწყობით აჯობოს ადამიანს რომელსაც აქვს 35 მილიარდიანი ბიუჯეტი, ერთი თავისი 20 მილიარდი კიდე და რა ვიცი ხო და აი შენ მე გონი ყველას რაღაცა გაგებით აი თუნდაც ამდენი ხანი ვიყავით პოლიტიკაში, მაგრამ 10 წლის წინ მე არ ვიცოდი ბევრი რამ, ხო? ანუ 10 წლის წინ მახსოვს კვადრის ახალგაზრდა იყო, მე შედარებით ძალიან ახალგაზრდა იყო, მე შედარებით ისეთი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამე არ ვიცოდი. ეს ახლა გავიგე რომ თურმე გაყიდულების პარტიაში მისვლა რეგრე მიშას თქვით რომ გირცეც ხო აქ უბრალოდ ხო და ბატონო მე ანუ იმის გადმოსახედი და ხო მართალი იყო და საბოლოო ჯამში ხო აღმოჩნდა რომ მართალი იყო რა. ხო და თუ განსხვავებული იდეას არ ამბობ ვიდრე ნაციონალური მოძრაობა მაშინ არსობრივად არ განსხვავდება. ანუ არც არავინ არ ამბობს, აი მაგალითად მე ხო არ ვიცი, აი ერთადერთი იდეა რაც მახსოვს რომ ელენე ხოშტარიამ თქვა რომ გდანში უნდა შევფუთო ისინიო და მე უბრალოდ ბიჭო და არ ვიცი. აი 9 პარტია როა ახლა ალიანსში, ხო? აი რომელ პარტიას საერთოდ რამე უნდა თუ არ უნდა და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან რა? ხო და ყველა ხო აი შენი ისტორია და შენი ხედვა შენი თვალით დანახული მინდა რომ აი ეს ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა გვითხრა იმიტომ რომ რა ხდება ბოლო შიგნით რა ხდება გაგვაგებია აი იმიტომ რომ სულ გვინდოდა რომ რაღაცნაირად მართლა მე შენთან ლაპარაკებიც მაქვს და ბევრთან ლაპარაკები მაქვს რომ თუ რამე მოსანანიებელი გვაქვს უნდა მოვინანიოთ იმიტომ წინ ვერ წავალთ თავის გარეშე გამორიცხულია რა ხო და რაღაცა შენ გაქვს შანსი ანუ შენს მეგობრებსაც ჩემი აზრით აქვს შანსი რომ ჯერ ახალგაზრდები ხართ მეც ერთი უკვე ეს გამოცდილება შეიძლება ცუდი გამოცდილება მაგრამ ნებისმიერი გამოცდილება ჩემი აზრით ღირებულია ხო აი მაგალითად ჩემს პარტიაში ბევრს არ ჯერა რა რომ ხალხი რომელსაც ეს ამბებია გავლილი რამე ეშველება მე შეიძლება გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მგონია რომ მაინც არსებობს შანსი და ადამიანს ყოველთვის აქვს მონანიების შესაძლებლობა და წინსვლის შესაძლებლობა და რაღაც ჯერა რომ აი ჩვენს თუ რამე პრობლემა აი მეც თუ რამე მაქვს და მეც თუ ამას ესე ანუ სწორად მოვინანიებ აი გულწრფელად მოვინანიებ ადამიანები მაპატიებენ რა შეცდომას რა აი შენ რა ნახე აი ამ სიტუაციას მე მოვუსმინე ბოლოს ცოტნეს მოვუსმინე ნიკა ობოლაძეს მოვუსმინე საკმაოდ საინტერესო იდეას ავიწყე. ეხლა მანდ ეხლა არ შემოვალ, მაგასაც შევეხები, ეხლა მე რას ვთვლი რა მაქვს მოსანიებელი და რა არა, შეიძლება მაგ შეფასებებში არ გეთანხმებოდა შეიძლება, მაგრამ ზოგადად ის რომ ეს პოლიტიკური სპექტრი უშევდით შეცდომებს და მე ამის ნაწილი ვიყავი და ამაზე ბოდიში იყო მოსახდელი და როცა წამოვედი მე ეს გავაკეთე, ეს სწორი მგონია და მგონია რომ ეგ არის რაღაცა პასუხისმგებლობის ელემენტი უნდა არსებობდეს პოლიტიკაში. შეიძლება აღმოაჩინო რომ მაგ ბოდიშის მერე საერთოდ შენ პოლიტიკაში აღარ უნდა გაჩერდე და შენ საქმე იქ აღარაა, მაგრამ ეგ უნდა გააკეთო. არ ვიცი ხა ჩემი საქმე არის თუ არა და კიდე შანსი ხალხი მომცემს თუ არა იმ შანსს რომ მე ნდობის მანდატი ოდესმე კიდე მომცენ, მაგრამ ხო მე მგონია რომ მე მაქვს ამის სურვილი ყოველ შემთხვევაში რომ დავრჩე პოლიტიკაში, მაგრამ ეხლა არ ჩემი რეალობა ძალიან მძიმე და ჩემ შეფასებას ვიტყვი ზოგადად ეს რამ დაგმართა. ნუ გეთანხმები ხა იმ პარტიის კრიტერიუმები რაც ჩამოაყალიბე რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, მონაწილეობას უნდა იღებდნენ მხარდამჭერების ის ფორმირებაში თუ რაღაც ერთი კაცი არ უნდა წერდეს და იდეა უნდა გააჩნდეს პარტიას. ეგეთ პარტიაში მოვედი რაც იყო გირჩი მე და ზოგადად მაგან მიმიზიდა პოლიტიკაში რომ რაღაც მოგვიწევს მაგაზეც ლაპარაკი რაღაც განსხვავებულს აკეთებდა და ყოველთვის მაგის კეთების სურვილი მე მქონდა მაგიტო სტუდენტი ბავშვი რომელსაც რა ვიცი სამყაროზე დიდად არაფერი არ გაიგებოდა გირჩისგან და ამ რაღაცა ოჯახისგან მე როგორც რაღაცა აზროვნება ჩამომიყალიბდა და ხო მაგაზე ეგ ჩემი ისტორიის ნაწილი არის და მე ყველას უფასებ ყოველთვის მაგას ვისაც მაგაში რაიმე ტიპის სული მიუძღვის და ეგ ჩემს ეგრე არაა რომ სადღაციდან წახვედი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. საიდანაც წამოვედი ხა ბოლოს მათ შორის იმ ხალხსაც გულისხმობ. ნახეთ შეიძლება ქონდეთ რაღაც კარგი გავლენა ჩემზე. მაგრამ ზოგადად ჩემი აი ზურას დავეთანხმები რომ სანამ იქამდე მივალ პარტიას რა კრიტერიუმები უნდა ქონდეს იმისთვის რომ კარგი პარტია იყოს და რაღაც ცვლილება დააყენოს ქვეყანაში მართლა მაგ რეალობას როგორ აღვიქვამთ აქედან არის ჩემი აზრით დასაწყები და ჩემი აზრით მანდარი ფუნდამენტური შეცდომა დაშვებული ოპოზიციის მხრიდან, ნუ მეინსტრიმ ოპოზიციას გულისხმობ. ამ შემთხვევაში ხა ეს არ ვიცი განზრახდება თუ ასე ვთქვათ ვიღაცა სისულელით მოდის ეს ყველაფერი და შეცდომაშია შეყვანი. მე მგონია რომ ერთიც არის და მეორეც არის. ვიღაცა შეიძლება განზრახაც აკეთებს მაგას, ვიღაცა შეიძლება სისულელითაც მოდის ეს და ეხა მათ შორის უამრავი ადამიანებიცი, რომელსაც
უბრალო მოქალაქეებს გულისხმობ, რომლებიც არც ერთ პარტიაზე არც აქტივისტი არ და უშუალოდ პროცესში არ არის ჩართული, რომ რაღაცეების ის პროპაგანდამ ჩვენ მხარეს მასე იმ ხელად ზემოქმედება მოახდინა, რომ მე იმ ადამიანს პრეტენზიას ვერ უყენებ ეხა ესე, რომ შენ მაგის რატო გჯერა, რომ რაშიც მათ შორის მეც მიმიძღვის თავის დროზე წვლილი, რომ მაშინ ის ნარატივები გაღვივებულიყო, რაც ეხა უბიძგეს, რომ თუნდაც მე-600-ე დღე რუსთაველზე იდგეს და ფიქრობდეს, რომ ის არის მისი ბრძოლის გზა და ის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს და ეს ფუნდამენტური შეცდომა ჩემი ერთ არის იმ რეალობის აღქმაში, რომ რაღაც მომენტში ჩაითვალა ოპოზიციური სპექტრის მიერ და ნუ ამის პირველი წყარო იყო რაციონალური მოძრაობა, რომ ეხლა ამ ქვეყანაში არის რუსეთი, იმდენად აპოკალიფტური სიტუაცია არის დღეს, რომ არ აქვს აზრი არანაირ პარტიული დემტობას, არანაირ იდეას, არანაირ მორალური პირატესობას, ან ის რომ აქ არის რუსეთი და ჩვენ ვართ გადაშენების პირას ეს იმდენად ეგზისტენციალური საფრთხე არის, რომ ჩვენ აქ ვერ დავიწყებთ იმის გარკვევას, თქვა პარტიაში ფული ვინ მოიტანა, სია როგორ დაიწერა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპში სასამართლოს რეფორმა ასე წარმოგვიდგენია თუ ისე წარმოგვიდგენია. არა, ხალხო, ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდით პლანზე და კონცენტრირდეთ თავარი იმაზე, რომ ეხლა ოღონდ ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში. და მე მიდის ხოლმე ქილიკი იმ ადამიანების, ვინც მაგალითად კითხავს, რომ თქვა ეს ამათ თუ უშვებ, მაშინ ვინ მოდის უკეთესი და ეს რაღაცა აგდებული სკაიჩით ახლა რა რიტორიკული კითხვა რომ აი შენ თუ ამობ ვინ მოდის უკეთესი ავტომატურად ქოცი ხარ შენ არაფერი არ გაგიგებ პოლიტიკის და ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს შენ სერიოზულად ვერ არიხო და მიდის დამუნათება გვიმართ ანუ მაგის მსხვერპლი გავხდით ხო და მიდის დამუნათება ამ ადამიანების რა ვინც ამ ალტერნატივაზე ფიქრობს და პრეტენზიას გამოთქვამს და აქ განზრახვას მე რაშიც ვხედავ ოპოზიციური ერთი ნაწილის არის ის რომ ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში აწი მომავალში დაგენერირებას იმგვარი იდეის რაც ადამიანებს დაარწმუნებდა რომ აი ეს კაცი რაღაც თვისობრივად განსხვავებულად შეცვლიდა ამ ქვეყანას მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას რომელსაც არც ერთხელ არ მოუნანიებია გულწრფელად საკუთარ შეცდომებზე ის ვერასდროს ვერ აღძრავს მოქალაქეებში ინდობას რომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული ტიპის მმართველობას შექმნის ამიტომ ის იძულებულია რომ ისი პოლიტიკური გზა იყოს ყოველთვის ვაბანკი რომ ან რევოლუციას აწყობს ან ვერ მოდის ის ხელისუფლებაში ანუ იმიტომ რომ მას არჩევნებზე ამხელა უმრავლესობა ხმას არასდროს არ მიცემს რომ ამან არჩევნები მოიგოს და მე აქედან დაწყებული არის ჩათვლილი არის რომ არნაირ პარტიას ესე იდენტობას იდეას არ აქვს აზრი და ყველა ესეთი მცდელობა ქართულ პოლიტიკაში ვინც ამ რაღაც ალტერნატივის შენებას ეცდება როგორც ქართული ოცნების მხრიდან იმიტომ რომ ხელისუფლება და ეს ნებისმიერი ოპონენტის აი მაგალითად აგერ პარტიას ალტინფოსაც კი აკრძალოს უპირებდი რაღაც პერიოდი გაუჭინაურეს ხო დარეგისტრირება იმიტომ რომ დაინახა მაშინ საფრთხე გაგვიუქმეს კაცო კი ბატონო ანუ ქართული ოცნება ამას ყოველთვის შეესწება რომ ხელი შეგიშალოს და იგივე ხდება ზუსტად ამ ოპოზიციური მეინსტრიმიდან რომ შემთხვევით ხალხი არ მიახვედროს ვინმემ რომ მუდმივად ამ რაღაცა ვაბანკზე წასვლის ცდელობის მიღმა და მუდმივად ამ აპოკალიფსის გამო და ეხა არაფერს აზრი არ აქვს და ჩვენ უნდა გავჩუნდეთ ყველანაირ იდეაზე ერთმანეთის კრიტიკას უნდა შევეშვათ და რაღაცა მარტო ეს გზა იყოს სწორი ეცდება მუდმივად დემონიზებას ყველა ალტერნატივი შენ თუ იცი თან ეს როგორ მომენტია იცი რაღაც შენ თავიდან კი არ ვიღებ ეგეთი კრიმინალისტიკაში არის სხვათა შორის ეს მომენტი აი კითხვა რომ როგორ უნდა მიხვდე რომ ადამიანი ერთ სექტაში აი ხო არა ვიღაცა ნუ რაღაც რელიგიურია ამ რელიგიის აი რელიგიის და ვიღაცა სექტაშია ხო აი მაგას როგორ ასხვავებენ პირველი კრიტერიუმი არის თუ ადამიანი არის ისეთ ჯგუფში, სადაც კითხვების დასმა არ შეიძლება. ეგ არის ნომერ პირველი მარკერი, რომ მე მგონი შეიძლება სექტაში იყოს. და ამას რატო ვამბობ, იცი? აი შენ რო ჩამოთვალე ხარ, რომ ვიღაცა კითხვას როსვავს, რომ აი ბიჭო, პოლიტიკური ბრძოლის რეჟიმში ვართ. კაი, აი ივანიშვილი თუ ჩამოვაგდეთ, მერე ვინ ხდება და მაგ კითხვას როგორ ვსვავ, ეხა ეგ ხო ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ეგ პოლიტიკური პარტიის მდგომარეობა არ არის. ეგ არ არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ პირველი კითხვა პოლიტიკური პროცესის არის, რომ ну თუ მოვიგებთ, მე რა იქნება, ხო? ხო და მე მგონია მაგას ვერ გავცდით დღემდე. ანუ მაგ კითხვის ლეგიტიმურობა, რომ ანუ ეგ კითხვა რომ ლეგიტიმურია, მაგაზე შეთანხმება ვერ მოხდა დღემდე ოპოზიციურ სპექტრში. დღეს ბევრი ადამიანში არის, რომ ეგ კითხვა არ არის ლეგიტიმური და მაგ კითხვას საერთოდ პასუხის გაცემა საჭიროც კი არ არის. მაგალითად საერთოდ დრო არ უნდა დავხარჯოთ რა. მაგრამ დავამთავრებ ჩემ ისტორიას. უბრალოდ ჩემი შეცდომა თავი რაც გონია ამ ამბავში ისაა, რომ რაღაც მომენტში ამ აპოკალიფტურ სურათში მეც ჩავჯექი და ჩავთვალე, რომ ეხა სტატუს-კოს ცვლილების მიღმა
არანაირ მართლა არც პარტიულ იდენტობას არ აქვს აზრი, არც გირჩს აქვს აზრი, არც გირჩმენი თავისუფლებას არ აქვს აზრი. შეიძლება აქ რაღაცა კოალიციას სრულებებს აზრი, რომელსაც გადალახავს 5%-ს და არ დაიკარგება ბარიერ გადაულახავი ხმები და იქნება ამ გზით ხელისუფლება შეიცვალოს. თუმცა აღმოაჩინე, რომ ის გზა, რომლის გამოც მე პოლიტიკაში შევედი, რომ მხოლოდ იდეას შეუძლია და მხოლოდ გამჭვირვალობას და მხოლოდ ნულიდან ნელ-ნელა ახალი ადამიანის აღმოცენებას იმას, რომ მართლა ფუნდამენტური გადატეხა მოახდინოს ჯერ ადამიანების ცნობიერებაში და მერე პოლიტიკურათაც, ამას არ აქვს ალტერნატივა. ანუ შენ სტატუს-კოს რეალურად მაგ მეთოდით სულაც რომ ჩაითვალოს, რომ ეხა იმდენად ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ ეხა ივანიშვილს მათ შორის სააკაშვილიც კი აჯობებს, ან ვიღაცისთვის ზურას მოსვლაც კი აჯობებს, ვისაც თქვა, შენ იმათ ბევრი ანტიპათია აქვს რა. ეგეც რო ეკითხვაც რო ლეგიტიმურად ჩავთვალოთ. მე აღმოაჩინე, რომ ესე მაინც არაფერი არ შეიცვლება, ხო? თუ არც ისე არ იცვლება და თუ არც ესე არ იცვლება, მაშინ სიმართლის ლაპარაკის გარდა მე არ ვიცი რომ რა გავაკეთო. ნუ ეთანზე დამდგარ ვართ რა. სიმართლის ლაპარაკის გარდა აბსოლუტურად არ აქვს. ხო და უბრალოდ მე სიმართლის ლაპარაკს რა შინ არის ეგ? ძირო, შენ არ იცი სიმართლეს რა მოყვება. ანუ შენ ვერ იტყვი რომ მე ამ სიმართლეს ვიტყვი და მე გინდა თუ არა ეს მოხდება. ანუ შენ თავარია გაბედო, რომ სიმართლე თქვა და დაელოდო უბრალოდ ინტერესით დაელოდო შენი თავარი ამოცანა, აი ქრისტიანობაში თქვა ეგ არის რა, რომ თავარია რომ რაღაცა გჯეროდეს, რომ სწორი რაღაცა გასაკეთებელი გაქვს და უნდა გააკეთო. ოღონდ შენ ვერ პროგნოზირებას ვერ გააკეთე. ხო და მე შემოდის რომ საერთოდ გჯერა თუ არა ამ აპოკალიფსის და ეს რუსეთი დასავლეთის დიქოტომია რაც არის მოფიქრებული რომ ეხა ბიზინა არის რუსეთი და მიშა თუ მოვა იქნება დასავლეთი, ეგეც არის ხლიკი. ეგეც არის მაგასაც ხო მაგარი ყველაზე მაგარი რა არის? ეგეც სრულ მანევრი დასავლეთის თემა თან აქრო წდება. ეგ კიდე ცალკე მაგარი. არა, სულაც რო გადაწყდეს, ზურა იმის გამო როგორ გავიგოთ, აქ რო გადაწყდეს, როგორ გავიგოთ, ჩვენ რუსეთი ვართ თუ დასავლეთი, ამის კრიტერიუმები თუ არ გვეცოენება, მაგასაც კი ვერ გავარკვევთ რა. ეგ იქით იყოს, ანუ წარმოიდგინე, სამყარო ორად გახლეჩილია, რუსეთი, დასავლეთი ერთმანეთთან ომობ და ნიკარაგუამ უნდა გადაჭრას ეხა ეგ, ბიჭო, რაღაცა აი ცოტა მე მაგალითად რა პრობლემა მაქვს სინამდვილეში ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იცი? ძალიან ხშირად ეგეთი სტერეოტიპი არსებობს ხოლმე, რომ კონსერვატორებს ხშირად გვაბრალებენ ხოლმე, რომ აი თქვენ რაღაცა სადღეგრძელოებით გევასებათ ლაპარაკი, არა და მე რა ვიცი ხა ამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რო უყურებ, ალბათ ყველაზე ნაკლებად სადღეგრძელოებით ლაპარაკობთ, გეტყვი რატო არის. მთელი ჩვენი პოლიტიკური შინაარსი დაიყვანებოდა იქამდე, რომ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, აი მე რა მევასება. მე რა მევასება, მაგალითად რომ დავიწყო ლაპარაკი, შეიძლება რა ვიცი, რაღაცა საერთოდ სხვანაირი სურათი დაუხატო, მაგრამ ბიჭო, პოლიტიკოსის ძირითადი ამოცანა არის რა ხდება, რეალურად რა ხდება, მაგის სწორი ანალიზი და მართლა რა ვარიანტებიც არის, იქიდან რაღაცა ვარიანტი შემოთავაზება. ანუ მე რას ვამბობ, იცი? ეხლა ჩვენ მაგარი იქნება თვარეზე საქართველოს ბაზარო კონდეს და ამიტომ ეხლა SpaceX-ის კონკურენტის შენებას ვიწყებთ, ხა ეგეთი რაღაც თუ გამოვიდე, ხო? ბიჭო, რა ბაზარი არა, თვარეზე ბაზა მაგარი გაასწორებს, მაგრამ ეგ ხო არაადეკვატური წარმოდგენა იმაზე, საქართველოს ეკონომიკა როგორია, სპეციალისტები ყავს თუ არა, სადავართ ვაფშე რა პრობლემა აქვს. ამიტომ თუ საქართველოში ოპოზიციური სპექტრი არ მივა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაიწყოს ამოცანა იქამდე, რომ იქიდან რომ თავრობა დავამხოთ, არ დავამხოთ. ამოცანა უნდა დაიწყოს მაგ თუ არა მე ხალხისთვის რაღაცა ისეთი შესათავაზებელი, რასაც მიცემს ხმას. და თან ისიც უნდა გააცნობიეროს ყველა პარტიამ, რომ ეგეთი რაღაცა უნივერსალური, რაც ყველას დაევასება, არ არსებობს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მაგალითად ხა დაჯდება და იფიქრებს, რომ ზურა მახარაძეს მივცე ხმა თუ გიგა ბოკერიას. ეგეთი სოციალური კლასტერი არ არსებობს. ხო, რაღაცა კონსერვატიული ფლანგი ცალკეა, ულტრალიბერალური ცალკეა, რაღაცა შუაშისტები ცალკე არიან. მე ყოველთვის სიყალბერგონია. რაღაც არა. ვაფშე აი მაგაში ვერ გეთახმები ზურა. აი მოდი მაგით ჩავშალოთ რა. ანუ სხვადასხვა ადამიანების ჯგუფები სხვადასხვა რაღაცას ნერვიულობენ. და სხვადასხვა პოლიტიკური პარტია სხვადასხვა რაღაცაზე კონცენტრირდება. ანუ ყველა პოლიტიკური პარტია სოციუმში ეძებს რაღაცა ენერგიას. ანუ ხალხის ნაწილს რაღაცა ანაღულებს და ეუბნება მე ვიქნები ამის პროვაიდერი. ეხლა მაგალითად თქვენ რითიც დაიწყეთ აქტივობა, ხო მართლა იყო საქართველოს რაღაცა ნაწილი, რომელსაც ამ პლანის თემა აწუხებდა,
მაგისი პროვაიდერი გახდით, ხო? ეხლა ხალხი რომელიც შემთხვევით. შემთხვევით არ შემთხვევით რა მნიშვნელობა მექანიზმი ხო ეგ არის? ეხლა ხალხი რომელსაც მაგალითად მე ველაპარაკებ, ხო? მაგათთვის ეგ არ არის, რაღაცა სხვაზე ნერვიულობენ, ხო? მაგალითად ჩვენ რო დავიწყეთ, რაღაცა იყო ობიექტურად ხალხს ნაწილი, რომელიც რაღაცა ნერვიულობდა და ჩემი აზრით სწორად ნერვიულობდა, რომ რაღაცა გიჟები ხო არ არიან ქაშვეთის წინ აი LGBT პარადი მომინდომით, ხო? არის კიდე ვიღაცა სასტავი, რომელიც ნერვიულობს, რომ აიმე დედა ევროპას გვართვენ. ანუ ის ილუზია, რომ ეხლა მე ვარ ქართველი ერის ხმა, ერის მამა და ან მე გადავარჩენ საქართველოს, ან ყველაფრის დედაცვატირი, ეგ თუ არ გამორთო პოლიტიკურმა პარტიებმა გულწრფელად არ თქვა, რომ აი მე საქართველოს საზოგადოების რაღაცა ნაწილის წარმომადგენელი ვარ. ეგეთი მოცემულობა, რომ მე ყველას წარმომადგენელი ვიქნები, არ იქნება, არასდროს არ იქნება, რომ ეხლა გირჩის სასტავი წამოვა და კონსერვატორებს მოგცევს ხმას. იმიტომ რომ სხვა ადგილასაო, ეგ ობიექტურად ეგრეა, ხო და ეგ ნორმალურია, არაფერი ცუდი მაგაში არ არის. შენ უნდა ეცადო, რომ შენი ფოკუს ჯგუფი გაიზარდოს, გაძლიერდეს, შეხვიდე პარლამენტში ის კანონპროექტები, რომელიც შენი ფოკუს ჯგუფისთვის არის სასარგებლო, მისაღები, ეგენი გაიტანო, მაგას ქვია ნორმალური პოლიტიკური თემა და საქართველოს პრობლემა რა არის? საერთოდ არ ვართ მან სამწუხაროდ. სულ აიმე დედა ეხა ან აი თქვენ მიმართულებას რაც დაემართა, ხო? ამ დღეს გამოდივართ, ვასრულებთ ყველაფერს, გამოვიდნენ, არაფერი არ მოხდა, წავიდნენ. მერე კიდე ამ დღეს გამოდივართ, ვასრულებთ, ანუ ზურა, ხალხი დაიჭირეს, როგორ არ მოხდა? ძალიან ბევრი რამე მოხდა. ეგ ხალხი რო დაიჭირეს, ეგ იყო თამდევი ზიანი, მაგრამ ის ამოცანახო იყო, რომ აი ეხა ხალხი იხულებს და რაღაცას გავაკეთებთ. მე შეიძლება ეგ რომ ზეხულა მაინც შტერობა მეგონოს, ვიღაცას ეგონოს, რომ კაი პონტი იქნებოდა, მაგრამ და ტექნიკური დეტალები, ბოდიში, ობიექტურად ხო, პრობლემა ეგ იყო, რომ რაღაცა ეგზისტენციალური პრობლემები გაბერეს იმის მაგივრად, რომ ეთქვათ, რომ ბიჭო, რაღაცა, ჩემ ფოკუს ჯგუფი ეს არის, ამათ წარმოადგენელი ვიქნებ პარლამენტში შევალ. კაი ბაზარი არა, რაღაცა თვლი რომ გაგიყავდეს, ხო? მაინც პოლიტიკური ბრძოლის მე რაღაცა ინსტრუმენტები გაქვს რა. თან და ყალბების გამო არც გამოსულა ხალხი ქუჩაში თუ გახსოვთ 28-ში. აი მე ბადრის ვეთახვევი, აი რაში ვეთახვევი, ვიცი, აი საერთოდ მაგაზე დავავწვით, რომ მაგალითად შეხო უცებ მოგვაწერე ახლა, რომ ჩვენ მაგალითად მარიხუანის ამბავი რაღაცა ჯგუფის გულისთვის გავაკეთეთ რა და ეგრე არ გავუკეთებია, მე ვიყავი რა ვიცი, იდეის დაბადების მომენტიდან იქ ვიჯექი რაღაცა და ზუსტად ვიცი, რომ აი მაგისთვის არ გაგვიკეთებია, ანუ რაღაცა, ანუ ღირებულებების ის არის. არა, ხო და მაინც ერთი წამი გეტყვი რა. ანუ სინამდვილეში წარმოიდგინე, რომ აი ჩვენ აი ეხლა რასაც ოპოზიციამ მიაღწია, აი 61 დეპუტატი რო გაიყვანა. ეგეთი შემთხვევა რომ გონი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა რა. და ხოცები არც ბედნიერები იყვნენ არჩევნების მიერ თუ გახსოვთ? ხო და საკონსტიტუციო ელოდებოდნენ. 61% 61 დეპუტატი ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში არასოდეს არ ყოლია. ანუ ჩემი წარმოდგენით თავარი არის რომ ჩვენ დავინახოთ აი თავარი სიყალბე რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის სიყალბეს ემსახურებოდა აი დიდი რაღაცა ნაწილი რა რომელიც აი ლაპარაკზე უარს ამბობდა. ანუ თავარი ამბავი რა არის რომ ჩემი აზრით აი ჩვენ რო ეგ რაღაცები გავარჩიოთ მათ შორის და აი იქ დაინახოს ჩვენმა ამორჩეველმა ჩვენ შორის განსხვავებები რა ყოველდღიური დებატები უნდა მიმდინარეობდეს. მაგიტომ ჩემი ოცნებაა რომ ამ ტელევიზიაში რაღაცა სულ დებატები იყოს რა ადამიანები მოდიოდნენ. უბრალოდ ეგ შეუძლებელია ხო ანუ ფიზიკურად ეხა მართლა რო დავთვალოთ შეიძლება 10 კაცზე მეტი ვერ ჩამოთვალო ვინ შეიძლება მოვიდეს და დაგელაპარაკოს იმიტომ რომ ეხა მართლა რომ მოვიდეს იმ მეინსტრიმ ოპოზიციიდან ტიპი და დაუწყო ბოიკოტზე ლაპარაკი სწორი იყო თუ არასწორი ხო მოუწევს აღიარება რომ შეცდომა იყო აი მორალური იმაში ჩადგება რაღაც პედესტალზე შემოდგება და მეტყვის რომ მე ვარ ქოცი და სინამდვილეში ის რაღაცა აი ამ თავისი რაღაცა აი ხო და მოდი ვიტყვი აი თავარი მანდი მithოდა შენი თანკი ხო და აი თავარი ტყუილი ჩემი ერთ აი კაკო ბობოხიძე ყავდა წინა იმაში რაც იყო და ანუ რისი კომპლექსიც აქვს აკიდებული ოპოზიციას რომ არ უნდა გამოუწყდნენ ადამიანს და თან ეს ყველა მიცის ანუ რაღაცა ვიწრო ბაბს არ უნდათ უბრალოდ გამოუწყდნენ თორე ყველა მიცის რომ ეხა არ მინდა რაღაცა ეპითეტები შევავ ჩვენ რეკლამა ბოდი დამავიწყდა რეკლამა გვაქვს თან ჩემი სკოლის რეკლამაც იქნება შიგნით და ამიტომ ცოტა ხანი რეკლამას ვუყუროთ. სულ არ გადართოთ, მალე დავბრუნდებით. პატარა რეკლამა. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია.
რომელმაც უნდა იპოვოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზებირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დაბრუნდით ეთერში. დიდი მადლობა რომ დარჩით ჩვენთან. ბადრი შევაწყვეტინე. ხო და მოკლედ თავარი ტყუილი მოკლედ რომელიც ეხა არის დაშენებული. ნუ ეხა აღარ განვიხილავ 14 წელს ოპოზიციური სპექტრის მოღვაწეობის. მოდი ეხა დღეს რა მდგომარეობაში ვართ, რომ გაჭედილი არის სიტუაცია და ოპოზიციურმა სპექტრმა არ იცის რევოლუციას აწყობს. არჩევნებზე გადის თუ 500 დღე დგომით სანქციებს ელოდებიან და სასწაულის იმედად ვართ, მაგას ეშავს ჩემთვის ეგ მესამე გზა. რეალურად არის სრული ბუნდოვნება და ამის გამო ერთმანეთის ჭამაზე არის ყველა გადასული, მეტი საქმე რო ვერ ნახის ეხა და ეს სიტუაციის ბუნდოვნება არის ჩემი ერთ ყველაზე უარესი ეხა რაც შეიძლება დაგვემართოს, როცა არავინ არ ადგას რაღაცა მკაფიო გზას და გავანათოთ. ანუ ძალიან რთულია, მაგრამ ალტერნატივა გარდა იმისა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მე არ ვიცი ფიზიკურად. ანუ თუ ვიღაც არ დაელაპარაკა იმ ადამიანებს, ვინ შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი აქაური პროპაგანდის მიერ, ხო, მე არ გამოვრიცხავ, რომ არც არაფერი არ თავისით უკეთესად არ განვითარდეს. იმიტომ რომ იმხელა ტყუილით არის ეს ყველაფერი დაწყებული და მთავარი ტყუილი კიდევ ვერ დაუბრუნდი არის ის, რომ ჩვენ არჩევნები ვითომ მოვიგეთ. და ჩემი რაც მაძლევს ითამამეს ვილაპარაკო იმაზე, რომ მათ შორის მე არ დამიკარგავს ამბიცია იმის, რომ ქართული ოცნების არადემოკრატიულ არჩევნებშიც კი შეიძლება წარმატების მიღწევა, არის ის, რომ მე ნათქვამი მაქვს, რომ ის არჩევნები წავაგეთ და იმ არჩევნებზე ოპოზიცია დაუშვით მნიშვნელოვანი შეცდომები. აი, ამის აღიარება არ მოხდა სინამდვილეში და ამას შეიყვანა შემდგომ კრიზისში მთელი ოპოზიციური სპექტრი და არ არიან ახლა კარგ მდგომარეობაში თვითონაც პარლამენტობამ და ამ ბოიკოტისტობამ და ბოიკოტის ხო რა დაშვებაზე იდგა თუ ჩვენ არჩევნები წავაგეთ და მაქსიმალურად ვისი გადმობირება შეიძლებოდა გადმოვიბირეთ და უბრალოდ იქ იყო რუსული სპეცოპერაცია შედეგები დაიწერა ტაბლოზე და ეხა არანაირი ამორჩეველთან მუშაობა საარჩევნო პროცესს აზრი აღარ აქვს. კი ბატონო, ლოგიკური გაგრძელება არის ამის, რომ უნდა გავიდეთ ბოიკოტში და ვეცადოთ რევოლუცია, რაც სადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდი 4 ოქტომბერს რაც აკეთებდა, მაგრამ იმ კაცის ხედვა მაინც გულსფელი იყო ამ გაგებით, რომ გასაგები იყო. ლოგიკას მიყვებოდა, რომ თუ რუსეთი ვართ და სპეცოპერაცია ჩატარდა არჩევნებზე და პოტენციალი ამოვწურეთ ოპოზიციამ ჩვენი რაღაც წარმატების, მაშინ უნდა ეცადო მაგას. ხო და ეხა აღმოჩნდა ისე, რომ არ გამოვიდა არც ეს რევოლუცია, გვეუბნებოდნენ, რომ ვართ რუსეთში, აპოკალიფსია, თუ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვერ ვამთავრებთ. всё, ამ ქვეყანაში ცხოვრებას აღარ აქვს აზრი და ეხა ვხედავ, რომ იქნება რაღაც ალიანსები, იქნება რაღაცა სლოგანები, რომ ჩვენ გვინდა ქოცებზე უკეთესი და როცა ეუბნები რატო აკეთებ ამას, აი ჩვენ ამორჩეველთან მუშაობთ. და მე მათ შემოდის კიდე კონტრკითხვა, რომ შემიჯო რა ამორჩეველთან მუშაობ. ხო თქვი, რომ 2024 წელს მოვიგეთ არჩევნები და ვისთან მუშაობა შეიძლებოდა უკვე ვიმუშავეთ და ყველა ჩვენკენა რა მომრჩეველზე მუშაობ, რას მელაპარაკები. და სინამდვილეში ეხა მაგაფერისტობაში არის გაჭედილი ეს ოპოზიციური სპექტრი, რომ მათ შეცდომას არ აღიარებენ 2024 წლის გადააზრება არ უნდათ. ეხა არ ეუბნებიან ადამიანებს, რომ შეგვეშალა და არჩევნებს უიქონია აზრი, მთელი 2 წელი დაეთმო ბოიკოტის პოლიტიკას და ეხა ისე უნდათ მიიპარონ არჩევნებზე, რაც 2024 წელსაც მოხდა, რომ 6 თვით ადრე უთხარით, რომ ეხა ჩვენ არჩევნებზე გავდივართ. მეც ეგრე უთხარი ხალხს
ვაპირებთ იგივეს, რომ ამ არჩევნების იდეა დაკარგულზე 6 თვით ადრე გავამხილოთ ხალხს, რა ხალხს სხვა გზა არ არის და შენ მე 6 თვით ადრე ვეღარ ასწრებ ფიზიკურად ადამიანების არჩევნებზე მოყვანას, მთელი 3 წელი პროპაგანდის ნიაღვარი გაქვს გაშვებული, რომ იქ ტაბლოზე იწერება შედეგები და მე მართლა მესმის იმ ადამიანების, ვინც შეიძლება თქვენ გამუნათებდეთ ამ რაღაცა თქვენ პოლიტიკაზე და ვინც ბოიკოტის პოლიტიკას ემხრობა, რომ შენ რა არჩევნებზე გადიხარ ტაბლოზე იწერება შედეგები. არა, კაცო, ერთი პარტნიორები, რომელიც აი ხმარ დაიკარგოს პარტნიორები, ერთმანეთს ამუნათებდნენ, გახარია და ლელო რომ გავიდა არჩევნებზე, მაგრამ იცი არის ის აი მე უფრო ადამიანური მაგალითად მე რო ვიყავი პარლამენტში 20-20-ის არჩევნების შემდეგ რა, იქ იყო შემოსული ნაციონალური მოძრაობა და ნუ რაღაც კიდე ვიღაცეები რა. მაგრამ ის ხალხი იდეაში ის სია არ იყო საპარლამენტო სია. აი შენი აზრით, აი უბრალოდ მაინტერესებს. აი ის ხალხი არ იყო განწყობილი იმისთვის, რომ პარლამენტში ემუშავა, არ დადიოდნენ, ხვდები? თუ მოდიოდნენ, აი თითქოს სპეციალურად ჩხუბობდნენ, სკანდალი რო ატეხილიყო და გასულიყვნენ. აი მარტივად რაღაც ეკრანზე ესე ჟურნალისტები გადაუღებდნენ და კანონპროექტი რო იხილებოდა, რომელიც აი დედასტირობდა ქვეყანას რა. ის არ აინტერესებდა პროსტა. ანუ არავის არ აინტერესებდა. ხო და მე მგონი სიაც არ დაწერა პარლამენტში შესვლისთვის. ზუსტად მაგას ვიძახი რომ აი მაშინ მეთქე მაშინ დავწმუნდი რომ მაშინ სია არ იყო პარლამენტისთვის დაწერილი. შემთხვევით მოხდა პარლამენტში ის ხალხი. ნამდვილად. იმიტომ რომ აი ჩვენ და შარლ მიშელი და რაღაცა ძალისხმევით ევროპელებმა გაშარეს შევიდნენ შემთხვევით რა და თქვენც იგივე სიტუაცია აი მე რატო თქვი პარტიის მახასიათებლები რომ სიას გასაგები უნდა იყოს როგორ ფერმირდება მეთქი ხო და რას მეკითხები რა როგორ იყო მან თქვენ შემთხვევაში აი სიის ნაწილი როგორ აი რატო არ გააპროტესტეთ ხო მე აპრიორი ის არ მეგონა რომ თქვა ჩვენ თუ არჩევნებს წავაგებდით ეს ავტომატურად ბოიკოტს ნიშნავდა და თქვა თუნდაც მეორე ადგილზე გასული საპარლამენტო მანდატებს არ გამოვიყენებდით და ჩემთვის ისიც კი წარმატება იქნებოდა რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო მესამე რა ზოგადად ნაციონალური მოძრაობის როგორც ესეთი ჰეგემონია მაგარჩენებზე მოისპო და მაგაში ახალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კარგი გაგებით უბრალოდ მაგის შემდგომი გაგრძელება მოგონა ნაცების ხვებით კი ბატონო უბრალოდ ეხა მე დავიწყო რომ ეხა აქ რაღაცა ვქო ბიძინა ფული მოგცა მაგისთვის და გვიყიდეს და რაღაცა შეხო არ იცოდი გარწმუნებული. თუ ბოიკოტი მაგალითად არ იქნებოდა, მე საერთოდ ვერ ხედავ მაგ ყველაფერში პრობლემას, თუნდაც ნაცების ხვევი, რავი, კარგად ვიმუშავეთ და ნაცების ხვევი ჩვენსკენ წამოვიდა. ხო, მაგრამ შეხო იცოდი კარგად არ გიმუშავეთ. ანუ შეხო იცოდი იმას ფული არ ქონდა. კი ვიცოდი, მაგას ხებზე კარგად ვიმუშავეთ. ანუ შეხო მაგას ამდენი ხანია ვლაპარაკობთ რა, რომ აი მაგალითად ფულის ნაწილი, აი თქვენ კი მითხარით, რომ უფრო მნიშვნელოვანი სხვა პრობლემებია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აი სინამდვილეში აი ეს სამი კრიტერიუმი ამორჩევლისთვის უნდა იყოს განსაზღვრელი. მოსყიდველობის ბრალდება რა ნაწილში გაქვს რომ ნაციონალ მოძრაობის ხვევი რატო წამოვიდა ახალთან თუ პარლამენტში რატო არ შევიდა ახალ. ორი ანუ ისეთი დაორგანიზებული იყო ახალი, ანუ ეს გვარამიას სასტავი, რომ იმან ძალიან სერიოზული ფუნქცია შეასრულა ნაციონალური მოძრაობისთვის ხვევი წაერთმია, ანუ მართლა წამოვიდა. პარლამენტში შესულიყო ახალი და ნაციონალური მოძრაობა ჰეგემონიამით დამთავრებულიყო, რადგან ცოტნე იქნებოდა ჩემი იქნებოდა პარლამენტში. რო შესულიყო. ეს ხო უფრო მეტად წარმატებად შეიფუთებოდა რომ ამ პარტიამ წარმატებას მიაღწია. ანუ ბოიკოტი წარმოვიდგინე. შეიძლება ბოიკოტთან გაქვს დავასრულეთ რა და გეხოთენ ზანვარი და მე დაგასწრე. ანუ რეალურად ბოიკოტთან გაქვს შენ პრობლემა და ამ ბოიკოტის ახსნა სისულელითაც შეიძლება. მე მაგის თქვა მინდა. ანუ ბოიკოტის ახსნა შეიძლება იმით, რომ რადიკალურ ამორჩეველზე მოხდა გაჯიბრება, რომ ვინ უფრო რადიკალური იქნებოდა საარჩევნო შედეგების გარკვევის მერე. აი, მაგაზე უკეთესი შედეგი რა უნდა მიგიღოთ? გავედით ბოიკოტში მთელი ოპოზიცია. მაგაზე უკეთესი შედეგი რა უნდა მიგიღოთ? პირველ ადგილზე გახვედით რამოდენიმე თვის შექმნილი. ხო და იმ რადიკალურ ამორჩეველს, ვინც რადიკალურად განწყობილი არის, რადიკალურს არ ვეძახ, რადიკალურად განწყობილი ამორჩეველს, ვინც სტატუს-კოს ცვლილების გამო მივიდა არჩევნებზე იმ ხალხმა მოთხოვეს ამ პარტიებს რომ შენ მე სტატუს-კოს ცვლილებას ვთხოვდი და აი ზუსტად ამ ამორჩევლის გულის მოსაგებად წავიდა შეჯიბრი ვინ უფრო უკეთესი ბოიკოტისტი იქნებოდა მე ესე ხსნე ბოიკოტში გასვლის ლოგიკას თელ პრიკოლი მე უფრო აბა შენ ამ თებაში ვაფშე თელი ის რა არის ცი ეხა მესმის რომ ეგ საინტერესო თემა არის გვარამია გაიყიდა თუ არ გაიყიდა მე მჯერა რომ როგორ შეიძლება იყო იმიტომ რომ რავი ხა ოცნების პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ხაბეიშვილს და მაგალითად ნოდარ მელაძეს მაყურს ვაძლევდითო და ეგ ადასტურებს რომ ოცნება მაგ მიმართულებით
ფულს იხდიდა, ხო? ანუ ამიტომ გვარამიაზეც რო თანხა მიეცათ, ეგ არა, ბანკოკიდან მიცესო კაცო ხო თქო. მე ნახე რა მან ჩემი აზრით ეგ მან თავარი კი არ არის, იმიტომ რომ ჩემი პერსპექტივიდან მაგალითად ეხა ნაცები იქნებიან თუ ახალი ჩემთვის მანდ ახლა რაღაცა თვისობრივი, ანუ ნიკა გვარამია იქნებოდა თუ ხაბეიშვილი, ხა ვიღაცამ რო კითხოს რა განსხვავება რა არის, უბრალოდ პირველი პირის სახელი და გვარია, თორე რა განსხვავება მათ. ნაცებს შორის. ხო, რავი ხა ახალი რა ნაცები არ არის, ხო და მანდ არის ერთი მაგარი რაღაცა. მე მაგალითად მგონია ფუნდამენტურ დონეზე, რომ აი ეგ რა მოვლენაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. რაც უფრო სწრაფად მოკვდება ქართულ პოლიტიკას, როგორ უნდა მოკვდეს ეს ხალხმა საკუთარი მესაფლავე შექმნა საკუთარი ხელით, რამდენად საინტერესო უნდა იყოს და ეგ მესაფლავე არის, ვითიც დავიწყე საუბარი, აი სასტავი. 500 რაღაცა დგილს. იმიტომ რომ ხალხი არის, რომელიც აი რაღაცა თავზე მაწვიმს, მათოს, მე ამას გავუძლებ და ეხლა ეგ სასტავი და გამოვიდეს და მაგას უთხრათ, რომ უკაცრავად იცით რა ხდება? არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. ეხლა მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ველოდები მაგ მომენტს, აი ეს პოპკორნი უნდა. მე არ მინდა დალოდება 2 წელი რა, მე მინდა რომ მანამდე პოპკორნი უნდა დავიდო და უნდა უყურო აი ხალხი რომელიც ამბობდა რომ ეხა ჩვენ რაღაცა დასავლეთი ჩვენ გვერდით არის დედას უტირებთ 4-ში რაღაცა და აი ეგ ხალხი რომ მივა ეხა ამათთან და ახსნას რომ დაუწყებს რომ იცი რა ხდება ჩემო ძმაო ეხა იქიდან დარეკეს და შენ რა სცენარს ელოდები არა რა დროს მოხდება ეგ რომ მოხდება ამ 500 მაკაცმა რა უნდა ქნას რა დროს მოხდება ეგ 500 კაცი მან ეხა დგას მაგრამ აი მანდ ვინც მონაწილეობდა ჯამში. ნუ 1-1000. რაღაც დიდი რაოდენობა იყო, მე დაიკლო, მაგრამ აი ეგ განწყობა, რომ მე სადღაც მატარეს. მითხრეს რომ მავუეჭველი კუში ვიცი ძმაო და მე აღმოჩნდა რომ 4 წლის წინ სადაც ვიყავით იგივე შესვლას მეუბნებიან. ანუ არჩევნებზე როცა გავა ოპოზიცია მაგას. ხო, ანუ მან დრამატული ვარდნა იქნება, ელექტორალური მხარდაჭერის, რაღაცა შესაძლებლობების და ასე შემდეგ და ეგ ხალხი რომ მიხვდება რომ აბოლებენ და ისეთ რაღაცას აჭმევენ, რისი ჭამაც არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. ეგ დააჩენს რაღაცა პოტენციურ შანსს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მომრჩეველი გადაერთოს იმ ლოგიკაზე, რასაც ჩვენ განვიხილავთ, რომ მოდი რა, აი რაღაცა დეუგმირს ვეძებთ, რომელიც რაღაცას მაგას კი არა, მოდი პარტია არის, რა პროგრამა აქვს, რას აპირებს, რა იდეოლოგიის არის, ჩემთან ამდენად თანხვედრაში, ანუ შანსი იმისი, რომ ადამიანებმა პოლიტიკაზე ყურება დაიწყო როგორც პოლიტიკაზე და არა როგორც საფეხბურთო მატჩზე. გაჩნდება იმითი, რომ აი ეს საწამლავი, რაც თავისი ხელით შექმნა მაგ კოლექტიურმა მოძრაობამ, მაგათვე დედას უტირებს. და ეგ კარგია. ხო, არ ვიცი. იქნებ კიდე ბოიკოტში გავიდეს ოპოზიცია და თქვა რომ 2029 წელს მაინც ჩამოიშლება. 2028 წელსაც პარტია ბოიკოტში თუ გავა, ზოგადად პარტია რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, პარტია არ არის. შენ თუ ბოიკოტი გინდა, მოდი მაგას ზორ სიტყვას ვიტყვი და მე გავაგზავნე. ნახე. შენ თუ ხარ პოლიტიკური ძალა და ამბობ რომ არჩევნებში არ მონაწილეობ, მაშინ ვინახარ. მოდი აი კითხვას დავსვათ. აჯანყებული ხარ. იმიტომ რომ მე უნდა დავამხო სისტემა არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით. ვინ არის ეს ადამიანი? აჯანყებული. ანუ ვიღაცამ ესე ბენდენა უნდა გაეკრა სახეზე მურები წაისვას და ფირალად გავარდეს, მე ხარ რაღაცა რემბო უნდა ჩავატარო, ნუ უტრირებ, გასაგებია, მაგრამ აზრი ხო ეგ არის, აჯანყებული ვარ რა, რაღაცა საწარმოების იმას გავაჩერებ, გზას გადავკეტავ, რაღაცა ქაოსს ვქნი, რომ ქაოსით ალბათ ძალა. მათ ვახოს კითხვა შემოდის, რომ თქვა ახალ ადამიანს ვის შეიძლება გაუჩნდეს აქ შემოსვლის სურვილიო. ესეც ხო არავინ არ გააკეთა. ტიპებმა თქვეს, რომ ჩვენ ახლა პოლიტიკური პარტია კი არა ვართ, აჯანყებულები ვართ, თქო, მანდ ვინმე მართლა რომ აჯანყებული იყო, ფირალად გავართნილი იყო ტყეში ან რაღაცა ეგეც ვერავინ ვერ ნახა. და შემდეგ ჯერზე მაგ ხალხმა იგივე კიდე ბოიკოტიც რო თქვას, ეს საწამლავი რაც მე ვთქვი, მაგაზეც დედას უტირებს. მე ზურა შენგან იცი რა განსხვავება ამას ხოლმე რომ მე მგონია რომ ეს იმდენად ფეიქ რევოლუცია იყო, აი და ვიდრე არჩევნები იქნებოდა, მანამდე ვიძახდი მაგას, აი არ ვიცი შენ თუ როდის ვისმენდით,
აი აქაური ლაივები რო ქონდა, მაშინ სულ ლაივებში ვიჯექით, არჩევნები 2024-ის არჩევნების წინ და короче, მაშინ რაღაც ის ვანგასავით გავაკეთე პროგნოზი რა, რომ გვარამია მეთქი იქნება fake რევოლუციის ის მეთქი. აი ჯერ არჩევნები არ იყო რა, ის რამოდენიმე თვით ადრე იყო. ხო და ნუ რაღაც პონჩი მართლა ეგრე მოხდა რა და მე მგონია რომ ეს fake რევოლუცია იმიტომ არის რომ ეს არის სრულიად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ პროცესები. ანუ მე იმის არ ვიძახი რომ ყველა პოლიტიკოსი რაღაცა მოსყიდული არა, ანუ იმიტომ რომ არ არის საჭირო. ანუ ის რომ მაგალითად რა ვიცი, ერთი კაციც რო იყოს აი რომელიც თავარი გადაწყვეტილების მიმღებია ამ პროცესში, ნუ რა ისია მოწყობილი რომ შეიძლება რომ რა ვიცი დებილობა და ეს მოსყიდულობა ერთმანეთს ისეთი დოზით შეერწყას რომ რა ვიცი ეს ამბავი მოხდეს რა. ხო და ანუ მე მაგაში არ ვეთანხმები რა რომ ეს ვიღაცა მართლა რევოლუციას თქო არავინ არ ცდილობდა იმაში აი მაგალითად ბიზნეს მორალური პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ აი ჩვენ ახლა რას ვიზახით რა რომ როგორი უნდა იყოს კეთილშობილი ბელადი ანუ კეთილშობილმა ბელადმა არ შეიძლება ნანუ სანდერი დაიჭიროს 7 წლით რა აი ჩვენ მე ვიცნობ ნანუ სანდერს და მე ზუსტად ვიცი რომ სამარცხინო ამბავია ქართულ ამბავში არ ჯდება რომ ნანუ სანდერი 7 წლით ვინმე დაიჭიროს პატა მანჯგალაძეზე არაფერს არ ვიცი, ყველა ეთერში გვაქვს ეს ამბავი. პატა ბურჩულაძე არ უნდა დაიჭირო ჩემს. ხო, აი პატა ბურჩულაძე არ ვიცი და ამიტომ ანუ მასზე პირდაპირ ვერ ვლაპარაკობ, არ ვიცი რა. პატა ბურჩულაძე გააკეთა ძალიან საინტერესო რაღაცა, აი კონკრეტული მუხლი არის, რომელიც მეგონი საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ამუშავებულა, იმიტომ რომ ვერავის ვერ წარმოედგინა ეგეთ სტერობას ვინმე თუ იზამთა და ნუ მაგან მოახერხა რა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება არის ცალკე სისხლის სამართლის მუხლად ტიპი გამოვიდა და A4 ფორმატზე წაიკითხა ეგ ტექსტი და ანუ რა არის ახლა ბაზარი არა ხელისუფლება ძალიან ბევრს მიქაროს, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ნუ ცოტა შენს ცოტა შენს რაღაცა ტვინი გაამზრია რა. გარემოები არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში, რომ არ შეიძლება. ნუ მაშინ უნდა დაამტკიცო, რომ ან დემენცია ჭირს, ან არაადეკვატურია, ან გიჟია და მოკლედ არ ვიცი ხა. არ არის სწორი ნამდვილად რა და მე მგონი ეს დაამოწმებული მორალური პრობლემაა. თუ ვერ იაზრებ შენი ქმედების შინაარსს, მაშინ თქვენ რომ ეს ადამიანი ქმედ უნარიანი არ იყო, არც მაშინ და არც ახლა მაგ ხაზზე უნდა წავიდეს მისი დაცვა. საერთოდ რევოლუცია. მიშელია ქუკა. საერთოდ არ იყო რევოლუცია. მე კი ვიცი რომ რევოლუცია არ იყო, მაგრამ ეგ რას ჩალიჩობდა. fake რევოლუცია. ეგ რას ჩალიჩობდა, ეგ არის კითხვა, ანუ დაუშვათ რევოლუციას ვიღაცა დგამს ამ შემთხვევაში ხელისუფლება დგამს რევოლუციას, რომ დედა უტიროს ოპოზიციას. შენ მაგაში რატომ მონაწილეობ? ნუ ხო და ხო ხდებია რომ არსებობენ ადამიანები, მონაწილეობ, ან დებილი ხარ. კი ბატონო, ხო და დებილები არ შეიძლება. პოლიტიკური ლიდერი რო ხარ და ისეთი დებილი რო ხარ მაგდონის, ეგეც პასუხისმგებლობის რაღაცა ფორმა არის, ნუ მაგ დეტალებში არ ვიცი. ანუ აი თქვენი აზრით, აი ეხლა რომ იმას წავიდეთ რა, იმას და თქვენი აზრით, ანუ მესმის რომ აი რა არის გარდა იმისა რომ რაღაცა სიმართლე უნდა ილაპარაკო და რაღაცა და მე მგონი ეს რაღაცა პერმანენტული პროცესი უნდა იყოს. აი სულ რაღაცა ეს პროცესი უნდა იყოს და ამავე დროს რაღაცა იდეაც უნდა გქონდეს რა, ანუ რაღაცა იდეაც უნდა შეთავაზო ადამიანებს რა. მე მაგალითად წარმომიდგენია რომ აი წარმოვიდგინე მართლა ჩვენ რო ესეთი ის გქონდეს რომ რავი ყველანი მოკვდავები ვართ საბოლოო ჯამში და ეს სიტუაცია ვერ გაგრძელდება უსასრულოდ რა. ანუ აი წაღამ ზურათვლი და ადრე მოვიდა და რაღაც ლაპარაკობდის თო ჯერ გამსახურდია ყავდა რომელიც აი 6 თვე იყო და ფიზიკურად ვერ მოასწრო რა ეს ვერ შეაფასებ მის მართლობას ამ კუთხიდან ვერ შეაფასებ რა შეიძლება სხვა კუთხეები და აი ნახო მაგრამ ამ კუთხიდან ვერაფერს ვერ იტყვი ვერ მოასწრო კონსოლიდაცია ხელისუფლების ძალაუფლების რა მე იყო შევარდნაძე რომელსაც წლები დაჭირდა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მაგრამ ანუ იმდენად რაღაცა მორგვეული იყო და აი თითქმის მე 90-იან წლებში მაგიტო ვუმადლი რომ აი ის 90-იან წლების აი ამ ქაოსმა რაღაცნაირად ადამიანებს დაანახა რომ მათი ცხოვრება მათზეც იყო დამოკიდებული რა ანუ რო გადარჩენილი და ქაოსზე მეტად ძვირი არა მე მესმის ძვირი კაცო ყველაფერი მესმის მაგრამ აი იმით განსხვავდებით ჩვენ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან რომ ჩვენ ეს 90-იან წლები ქონდა გავლილი რა მე მოვიდა მიშა რომელმაც აი მართლა მოახერხა ისევ სახელმწიფოში რაღაცა წმენის გაღვივება ადამიანების დაჯერება რომ აი სახელმწიფო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია და რაღაც თავარია და მე ანუ აი დღევანდელი ძალაუფლება რაც აქვს ბიზინა ივანიშვილს მე მგონი არავის არ ქონია
აი ეგ ესეთი ძალაუფლება კონცენტრირებული არავის არ ივანიშვილს რადონის ძალაუფლებაც აქვს, ეგ მართლა ჩემი აზრით არავის არ ქონია მაგ მასშტაბში. ხო და იმიტომ ვთვლი რომ მე ბიძინა ივანიშვილი არის კარგი და კეთილი დიქტატორი, რომ ამ ძალაუფლების პირობებში ის ისეთი სასტიკი არ არის, რომელიც რამდენიც გინდა მე შეკეთებ ამ ძალაუფლების გამოყენება ბევრად ბრუტალური პრობლემები შეიძლება. ბევრად შეიძლება. ხო და აი მაგალითად მე არ ვიცი არც ერთი ადამიანი პოლიტიკური, ვისაც მე აი ბიძინა შეიძლება მე ახლა გარეთ არ ვიყო მაგალითად რა ისეთ საბოლოოში კონკრეტულად ჩემ თავზე ვამბობ რომ არ მგონია რომ გარეთ ვიყო სხვა ვერსიაში ანუ ესეც ჩემ თვითონ ანუ მაგალითად თუნდაც რავი ჩვენი პარტია იქნება თუ რაღაც აი ჩვენს მიერ დამოკიდებულება მათ შორის რაღაც იმის გამო ხო არ არის მე რავი დიდი სიამოვნებით მიშასაც დაველაპარაკებოდი ბიზნესაც და მე ბელადთან ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს საერთოდ რა ანუ ამ ბელადებში რავი შეიძლება საუკეთესო ბელადი იყოს რა მეორე საკითხი რომ ეს ამბავი მაგალითად ბიზნესაც კი როგორი ძვირი უჯდება რომ პრემიერ-მინისტრის ჩასვლა მოუწია ანუ თვითონ ის ჩვენ კი არა ვართ ანუ ოპოზიცია კი არ არის მისთვის პრობლემა აი ამ მახინის მართვაა პრობლემა რომელიც მას ზურგზე აქვს წამოკიდებული რა და ყველა გადაწყვეტილება რომც არ იცოდეს ნანუსანდერი მის სინდისია მანჯღალაძე მის სინდისია რაც მე არ ვიცი უამრავი უსამართლობა რაც ამ ქვეყანაში ხდება და ბახტის ბრიფინგი ხო ეგ იყო ჯამში რომ იცოდეთო ივანიშვილის სინდისია მაინც ეს ხო და ანუ ხო გამოდის რომ საბოლოო ჯამში ნებისმიერი რამე რაც ამ ქვეყანაში ხდება მიუხედავად იმისა ეს მისი მონაწილეობით არის თუ მისი მონაწილეობით არ არის მაინც მისი პასუხისმგებლობაა რა კარგიც და ცუდიც ხო და ეს რომ დავამთავროთ ხო საბოლოო ჯამში აი იაგოს ქონდა ადრე იდეა რა რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ რომ ბიზნეს შემდგომ საქართველოსეო რა მე მგონი ძალიან სწორი იდეაა რომ ამ დებატებში აი რაც მინდა რომ მე მოვაწყო აი რა უნდა იყოს იცი რომ რა ძალაუფლებაზე ამბობენ პოლიტიკოსები უარს აი როგორ ფიქრობენ რომ აი ბიზნეს ეს ძალაუფლება როგორ შეიძლება ისე დაიშალოს რომ ნაკლებად სარისკო იყოს აი მაგალითად ზურამ რო თქვა იმ ეთერში კონსტიტუციური მონარქიაზე მე უბრალოდ გამიკვირდა იმ გაგებით რომ სერიოზულად კონსტიტუციური მონარქია არის ძალაუფლების დაშლის რაღაცა ფორმა რომ ვიღაცა ტიპი არსებობს რომელსაც რაღაცა ისეთი პატარა ძალაუფლება გააჩნია რომ მას შეუძლია რაღაცა მნიშვნელოვანი კრიზისების დროს რაღაცეები დაბლოკოს რა ხო და ანუ ერთ-ერთი ფორმა მე ვერც ხვდები რატომ ანუ ეს ჩემი საქმე არ არის თქვა ის პარტიაში რა მოხდა მაგრამ ნუ თეორიულად შეიძლება პრაქტიკულად გონია რომ არა მაგალითად აი ჩვენ ერთი არ ვეთახე მოკლედ არა არსებობის საშუალება აქვს ყველაზე დიდი ლიბერტარიანელი ცოცხალი ვინც არის ჰერმან ჰოპე წიგნი აქვს დაწერილი რატო ჯობია არა კონსტიტუცია არა ნაღდი მონარქია საყოველთაო დემოკრატიას რა ვიცი კი ხო და დემოკრატიის მომხრე არ არის მოდი ახლა მე შენ გეტყვი შენ რა კითხვას დასვი მაგაზე პასუხია ზუსტად იმ ჭრილში რაზეც შენ პარტიაზე აქცენტი გააკეთე ნახე აი მე ხო ეგ დავაყენე დავუშვათ პარტიის ნაწილს ეგ არ მოეწონა ნაწილს მოეწონა ეხლა გრავი შეიძლება რაღაც როგორ გავზომოთ არ ვიცი მაგრამ ნუ რავი მე ჩემი სუბიექტური აღქმით 60% კონსერვატორების თulis რომ ნუ რავი კაი აზრია მაგრამ მან გეტყვი რა არის მნიშვნელოვანი მაგაზე აი მაგ იდეაზე მნიშვნელოვანი რა არის გეტყვი რა კითხვაზე რომ აი ბიზნეს მერე ისევ კიდე ერთი ბიზნეს რო არ გაგვეჩითოს მაგისი დაზღვევა რა არის ერთ-ერთი დაზღვევა არის შემდეგი რა სანამ ხელისუფლებაში არ ახარ როგორ უდგები შენ პარტიას ოპოზიციაში ხო ხარ როგორ უდგები შენ პარტიას მაგითი დიდწილად ჩანს რომ მოხვალ ხელისუფლებაში მე როგორ მოიქცები და მაგალითად მე ძალიან დიდ პლუსად მიმაჩნია რომ ჩემ პარტიაში ამ თემებზე არის ასთა სხვადასხვა რატო მე ხა გულწრფელად გონია კონსტიტუციური მონარქია კაი პონტია მაგრამ მაგაზე უფრო მაგარი რა მიმაჩნია იცი რომ ეგეთი პარტია მაქვს რომ რავი ხა ზურა ის კი არ არის ფიურერი რომ აი ზურამ თქვა და მორჩა არა კაცო რავი ვიმსჯელებთ რაღაცაზე შეიძლება ვაფშე ვერ შევთანხმდეთ და გვექნება რავი კონსერვატული პარტია ვართ ვიღაცა მონარქიას ემხრობა ვიღაცა არ ემხრობა და რავი ვაგრძელებ ცხოვრებას და არ დაინგრა არაფერი ეგ არის მნიშვნელოვანი და თუ პოლიტიკური ძალები იმის დემონსტრაციას მოახდენ რომ ეხლა სანამ ძალაუფლებაში არ არიან ეგრე უდგებიან იმისი შანსი იქნება რომ ხელისუფლება რო ჩაუვარდეთ ხელში შეიძლება მერეც არ მიუდგენ ბელადის პრინციპით და მიუდგნენ რომ მოდი გავარჩიოთ ანუ რაციონალურმა აზრმა იმძლავროს მე ვარ და ჩემი ნაბადი ინსტინქტზე ამიტომ ახე ერთ-ერთი ფილტრი რომელიც საზოგადოებამ უნდა დააყენოს ჩემი აზრით არის ეგ შენ რასაც ყვებოდი რომ პოლიტიკური პროცესი მანდ იყო ეგეთი რომ კითხვებს რატო სვამო
უნდა მიაქციოს პარტიებს ყურადღება და სადაც ეგ პრინციპია, რომ კითხვებს რატოსო ხმა ჩაიგდე, ეგ მიდგომა აქვთ, მაგათ ნაკლებად უნდა მიცენ ხმა, როგორც მინიმუმ, რა იდეოლოგიას როსაც თავი დავანებოთ რა. კი ბატონო, და ფილტრია ეგ. ფილტრი არა, სიმპტომია რა, სიმპტომია, როგორ უნდა გაარჩიო პარტია იმისგან, ბელადის დაჯგუფებისგან რა. აი, ჩვენ მქონდა ეგეთი რაღაც, ადრე ბაბლმა იცოდა რა. ჯაფარას დაველოდოთ რა სიტყვის, გახსოვს? ხო და ანუ ის არის რა ქვია, ეგ უბრალოდ მაგის ნიშანია რა, რომ აი შეიძლება თუ არა რაღაცა თემაზე, აი და ჩემი აზრით და უნდა აი თუ რამე პერსპექტივა გვაქვს არის, რომ ლაპარაკიზე უარი არ ვთქვათ და ნებისმიერი კითხვაზე კითხვა გავარჩიოთ რა. ხო, მანდ ის მართლობის ფორმის დაზღვევის მექანიზმი მე ზოგადად ეხლა ძალიან ისე გონია, რომ სიამოვნებაში ძალიან სარისკო მდგომარეობაში არის ეს ქვეყანა და კიდე შეიძლება ჩვენც კი არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, თქვათ, 6 თვეში რა შარში შეიძლება აღმოჩნდეთ, ზუსტად იმის გამო, რომ ქართული ოცნება ესე იქცევა, როგორ იქცევა და აქეთ ალტერნატივა არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის ტვირთია მეთქი, გეუბნები, წამოკიდებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, ხო და მართლა შეიძლება რომ ჩამოვიქცეთ რაღაც მომენტში და ამას არაფერი არ აზღვევს რა. ჩვენ ვერ ვაზღვევთ. კი ბატონო. ჩვენ ვერ ვაზღვევთ, ყველაფერი მას. ხო და მას მე ვიცინი ხოლმე რომ შეიძლება რევოლუცია მოხდეს და მე შენ მოხდენილი რევოლუციის კიდე ერთი რევოლუცია მოგიწიოს. იმდენად საშარო სიტუაცია შეიძლება გაიჩიტოს ახლა. აქეთ რა პასუხიც ქონდა ხოლმე მაგალითად 2024 წლის არჩევნებამდე რო გვეკითხებოდნენ რომ მაგალითად თქვენ ბელადობა რატო არ გინდათ და ჩვენ პასუხობდით რომ აი ჩვენ კოალიციური მართლობა გვინდა, მათ შორის სახელში გვიწერია კოალიცია ცვლილებისთვის და ზოგადად მე მგონია რომ ის აზრი არის მცდარი რომ რატომღაც კოალიციური მართლობა ავტომატურად არის სიკეთე თვითშეული რა. ხო და სწორი თქვა, ანუ მაგალითად ეხლა გირჩ რატო არ უნდა გქონდეთ ამბიცია რომ იყოთ ერთპარტიულები და ერთპარტიულობა ხო არ ნიშნავს ერთპიროვნულად ქვეყნის მართვას. ანუ შეიძლება ერთპარტიულად მართავდნენ, მაგრამ გაზღვევდეს ინსტიტუტები, ხო? გახსოვს ჩვენ რო ქონდა ეს იდეა, რომ რაზეც ხო სულ გვაგინებდნენ რა, განსაკუთრებით ჩერგოლეიშვილი და ტაბულა და რაღაცეები, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ პიდია რა, ყველასთან ვითანამშრომლებთ. აი, საერთოდ კაი, ჩვენ რაც გონია რომ სწორია. ხო და მანდ მე მოდიოდა რუხაძე და გეუბნებოდათ, რომ თქვენ ნაცებთან თანამშრომლობასაც რო უშვებთ, მაგის გამო თქვენ ხმას არ გაძლევთ. და რუხაძეს პასუხი ჭირდება ობიექტური. რაღაცა უფრო კარგი პასუხი ვიდრე. ანუ სიამოვნებაში უნდა ქონდეს ამბიცია შენ რომ რამე ნაციონალურ მოძრაობის გარშეც კი მართლა მე უბრალოდ ხო ვიცოდი ჩემი მდგომარეობა და ჩემთვის საუკეთესო ვერსია იქნებოდა რომ აი ორ ბელაც ისე გაენაწილებინა ამორჩეველი რომ შუაში მე ვყოფილიყავ და ამის შანსი სხვას არავის არ ქონდა. ამას ხო არავინ არ ამბობდა საერთოდ. მე არ მახსოვს აი შეიძლება ზურა ამბობდა ისინი, მაგრამ მე არ მახსოვს. ნაცებთან საერთოდ გამორიცხავდა. როგორც ნაცების საერთოდ ოპოზიციასთან კონცეფტთან გამორიცხავდა. ეს ქვეყანა არის ნაცების და კოცების რა. ერთ პერიოდი 96% მიშა მიიღო, მე რა ვიცი, ლავის 90% შეიძლება ბიძინას უჭერდა მხარს. ეს ქვეყანა უბრალოდ აი რეალობის აღიარების ერთ-ერთი ნაწილი ის არის, რომ ჩვენ თქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება ზოგადად ბელადს ითხოვს. ჩვენი საზოგადოება სინამდვილეში მართლა, ანუ სიამოვნებაში ჩვენთან ხელისუფლება არ შეცვლა უფრო უტრირებულად რო თქვათ რა. იყო შევარნაძე, რომელიც უბრალოდ ასაკში შევიდა და იმ პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც მის გარშემო არსებობდა, უბრალოდ მიშა აირჩია შევარნაძის ადგილას და ის ცოტა უფრო პროგრესული იდეებით იყო და რაღაცა პირველ ეტაპზე გამოიყვანა ამ ქვეყნიდან, მათ შორის ბენდუქიძის დახმარებით, რომელსაც აფინანსებდნენ ის კლანები, რომელიც ახლა ხელისუფლებას ირიბად მართავენ, მათ შორის ივანიშვილი იყო ამ ნაციონალურ მოძრაობის და ამ ელიტის დამფინანსებელი და ბევრი კიდე ალბათ ახლა უფრო წვრილებიც. და მე ივანიშვილი მოაჯდა ამ ყველაფერს, ანუ ერთი და იგივე ხალხი არის, ეს ხალხი არსად არ წასულა და მე რომ ამუნათებენ ახლა რომ ამასთან როგორ ლაპარაკობ, იმასთან როგორ ლაპარაკობ, ამ ხალხს ერთმანეთთან ნაკეიფარიც აქ დარწმუნებული ვარ და პარლამენტის სესიების მერე რესტორანში ერთმანეთთან ამყოფები და ესეთი სიბინძური არსებობს და ამ სიბინძურეს გულსფელობის გარდა და იმის გარდა რომ ახალ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება მცდარი იდეები ქონდეთ და თუნდაც ზურას დიამეტრალურად განსხვავებული იდეები მაქვს, რომ ვიცი მის მოსაზრებები, რაც სახიან კონსერვატიზმს, მაგრამ ესეც კი ქართული პოლიტიკური თქვენ არ გიკამათიათ არის. ხო, კი, მე ესე არც ვიკამათია. საერთოდ ის იყო, რომ ამათთან ეს უნდა დაიხურო, რაღაც ოპოზიცია ითხოვდა რაღაც პერიოდი, გახსოვს? ანუ ზოგადად დაიხურებასთან ერთად ითხოვდა ოპოზიცია. მე დასაპორტებული ვიყავ. ძალიან საკაიფო მომენტი იყო ერთ, ანუ ნაცები და კოცები ერთად რო იყვნენ შეჯერებული, რომ ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ, ეგ ძალიან მაგარი მომენტი იყო. ნახე, მან რა არის
საინტერესო შენ ხო თქვი აი დაფინანსების თემა. მოდი მაგაზეც ვისაუბროთ ცოტა რა. ეგეც მნიშვნელოვანია. აი შენ ხო ერთ-ერთ თემას რაზეც პედალირებ ეგარი რომ ბიჭო ამ გვარამიას ეს ჩემოდნით მილიონები საიდან გაიჩნდა ხო ესე ვიღაცამ ხაერში გაისროლა ხო ეხლა ოფიციალურად რო 10 მილიონია და ამ 10 მილიონიდან ოფიციალურად მარტო 60,000-ზე ხელფასები წარმოიდგინე რა სიგიჟია. ეგ როგორ რაგნა? ნორმალური სიტუაცია გამოიყურება ეგრე, რომ ბიზნესს უნდა კონდეს შანსი პოლიტიკურ პარტიებს მიცეს ფული. მათ შორის ოპოზიცია. რომ ამათ ხელშია ყველაფერი საერთოდ. ეხლა პრობლემა რა არის რა? აი მაგალითად ჩვენ როგორ ფუნქციონირებთ, ხო? არც ერთი ბიზნესი მაგალითად აქტიურად ეხლა ჩვენთან ფულს არ მოიტანს. ჩვენ ფუნქციონირებთ, აი, ჩვეულებრივი ადამიანების შემოწირულობით. თან ახლა ეგ როგორ გამოიყურება? შენ ციცი, რომ ყველაზე დიდი ხარჯია აქ მედია საშუალებას. ეგ პირდაპირ ახლა კანონით რომ მიუდგე, ეგ არ ტარდება რაღაც პარტიულ იმაში, მაგრამ პარტიას თუ მედია საშუალება არ აქვს, შეიძლება არც არსებობს, ხო? შესაბამისად, აი ტელევიზია რაც არის მინი ვერსია, ხო, მაგაზე დონაციები მოდის და ეგ მუშაობს და არის კიდე რაღაცა პარტიული ოფისი, რომელსაც აი კანონმდებლობით როგორც არის, ატარებ და ეგ თავიდან ბოლომდე არის აწყობილი ჩვეულებრივი წევრების და პარტიაში ხო არის ვიღაც ტიპი გაწევრიანებულია, კონსერვატორი ვარ მე და ვიღაც ჩხოროწყუშია, ვიღაცა რაღაც კახეთში, რაღაცა სოფელში და ეგ ხო არის რაღაც ბაზა, ხო და ეგ ხალხი თან ამ თემას აფინანსებს. ოღონდ ეს ახლა რა თემაზე გადის რა? პარტიამ რო იარსებოს, მაგას ყოფნის, მაგრამ არჩევნები რომ მოდის, ახლა წინა არჩევნები ჩვენ ჩავატარებთ, მთელი საარჩევნო ბიუჯეტი იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე 1000 ლარი. ეხლა ეგ, როდესაც ქართული ოცნება რაღაც ათეულობით მილიონს ხარჯავს, მე რო ვიღაცა გეუბნება რომ ეხლა შედეგი რატო ვერ დადე ბიჭო, რავი, საერთოდ რა ის რაღაც 3%-ამდე რაც ავიღე, ეგეც ვაფშე პოლიტოლოგიური ანალიზით ეგეც არ არსებული, ახლა ვაფშე ვერანაირ რეკლამას რო ვერაკეთებ და ეთერებიდან ჩახსნილი ხარ. შენ ადამიანს საერთოდ შეიძლება არც ქონდეს ინფორმაცია შენ არსებობაზე. შენ საერთოდ არსებობ, არ არსებობ, რა გინდა ვაფშე? შენ შესახებ რამე თუ იცის შენი მტრების მედია საშუალებიდან, რომელიც შენზე ეუბნება, რომ ეს არის სისხლის მსმელი, რაღაცა ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთადერთი ნეგატიური პიარი და ხო? შესაბამისად მოდი ახლა მაგის გულსფერად თქვა, ჩვენ ხო აქ ვსაუბრობთ, რომ ობიექტური რეალობის აღიარება არის საჭირო. რაც კი ბიზნესია, ეგ ყველაფერი არის ქართული ოცნების შემომწირველი და რაღაცა ჯადოსნური მანქანებით კიდე ბიზნეს ეძლევა საშუალება კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციის რომელიც მანამდე იყო ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი. ნუ ეს ყოველთვის ეგრეა. და აი მაგეთ ბიზნესმენებს პრობლემას არ უქმნიან, მაგრამ ახლა ჩემთან რო ვიღაცა მოუტანოს, მაგეთთვის შეუქმნიათ პრობლემა. ან რაღაც პერიოდი იყვნენ მართლა ტიპები, რომლებიც რაღაც მოქონდათ შემოწირულობა და მე ტიპებს დაადგენენ და უთხრეს, რომ ძალიან გთხოვ რა გინდა ახლა გინდა რომ 9 თვე შენთან ფინანსური იჯდეს და ნუ ტიპა გითხრა რომ რა გავაკეთო ახლა და უთხარით რომ პირიქით კაცო ჯიგარი ხარ აქამდეც რაც გარისკე, მადლობა მაგისთვის, ხო? ანუ ჯერჯერობით საქართველოში არ არის სუფთა ეკონომიკურად ის ფონი, რომ ქართულ ოცნებას ვისაც არ უნდა ქართულ ოცნებას იმასთან მოხდეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები არაკონტროლირებადი, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, რომ ეკითხებიან, რომ ხა რა იქნება მომავალში, მე ძალიან გულსხვავს ვეუბნები ჩემ ამორჩეულს, ხა ვიღაცას თუ მოლოდინი გაქვთ, რომ შემდეგ არჩევნებზე პარტია კონსერვატიული მოძრაობა 60%-ს აიღებს არჩევნებში, ნუ არა, ვერ ავიღებთ. მე გეუბნები. მაგრამ იმისე შანსი, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და ისეთი პარტია გავაკეთოთ და ვაჩვენოთ ხალხს, რომ იქ აქტიობაც გვექნება კონსერვატიული საზოგადოებისთვის ღირებულია, მაგის შანსი გვაქვს. და შენ თუ ეხა ისე უდგები აი თქვენ ფლანგზეც რაც მოხდა რომ ან 4-ში ვიწყებ 4-ში ვათავრებ და ერთხელ გამოდით შეაზანზარეთ ყველაფერი და გადაარჩინეთ საქართველოს მაგას თუ არ შვებით აღარა ვარ მე თქვენთან ნუ აღარა ხარ ჩვენთან იმიტომ რომ მე გეგმა არ მაქვს მე არც წარმომიდგენია რომ ერთი აქციით ერთი კონკრეტული არჩევნებით საქართველოს გადარჩება მე მგონია რომ ეგ არის ხანგრძლივი პროცესი მე მგონია რომ იმ წირი რესურსების ფარგლებშიც კი, ეხლა თქვენ შეიძლება საერთოდ სხვა იდეოლოგია გქონდეთ, მაგრამ ჩვენ ის მაინც მოვახერხეთ, რომ
აი ეს ალტინფოს ნარატივი რაც იყო დიდწილად ოცნებად და გადმოშტა და შეიძლება ხა კონკრეტულად ჩემი პოლიტიკური კარიერა არც არ დაიბუსტა, მაგრამ მე რახან იმისი რაც ისიც მჯეროდა, ეგ მართლა კაი მგონია, შეიძლება თქვენ არ გეგონოთ კაი, მაგრამ მე რო კაი მგონია, ხელისუფლება ამ ნარატივზე რო გადმოშდა, ეგ ჩემთვის მაინც წარმატება არის და ხალხს ვეუბნები რომ ბიჭო ესე რაღაცა ნახევარ პარტიზანულად თუ რაღაცა შედეგზე გავედი რომ თუნდაც იმიტაციურად, მაგრამ ამათმა ესეთი რაღაცები დაიწყეს. ბიჭო, მოდი აი მომახვედრეთ პარლამენტში, იმიტომ რომ იქ რავი კანონებს დავწერ. ისეთ კითხვებს დავსვავ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს რომ მოიყვანენ, რომელსაც არ სვავენ იქ. და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ჩვენი ამომრჩეველი რომ მესიანური ის კი არა გვაქვს განცდა რომ აი ხა მე რაღაც უკან სუპერმენის პლაში მიფრიალებს და აი მე მოვალ და დედას უტირებ ყველაფერს. არა ხალხო აი პრაგმატულად მივდექით რეალობა დავინახოთ. მე მგონი საერთოდ რაღაცა შანსი ჩდება მარტო ეგრე, თორე სულ მოტყუებული იქნება ეს ხალხი, სულ პოლიტიკოსების გინებაში იქნება და თან მე მოთხოვს ზუსტად იმას, რის გამოც მე აგინებს. ხო და წარმოგიდგენ რომ იდეოლოგია თქვათ როგორი უნდა იყოს ეს რო იყოს სახლის აშენება, თქვათ როგორ სახლს ვაშენებთ, ამაზე კი არ არის ჩვენთან მსჯელობა. ზოგადად სახლი უნდა ავაშენოთ თუ არა, ჯერ მაღაზია უნდა შეთანხმებული რა. ან მაგალითად არიან ადამიანები, რომელიც ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებაში არ ხარ, ისე პარლამენტში არ უნდა იყო, იმიტომ რომ თუ ოპოზიციიდან ხარ პარლამენტში, მაშინ შენ უბრალოდ სკამი გადარდებს და ხარ უსაქმური პოლიტიკოსი. ეგ რატო და აძლევ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას. ეგ რატო იცი? მაგ ტიპის ტვინში ოღონდ აბსოლუტურად ეგრე უდგება ოპოზიციას, იმიტომ რომ რა გინდა პარლამენტში თუ მთავრობაში არ ხარ, თვითონ მთავრობაში რომ მოვიდეს, თავის ოპოზიციას ეგრე მიუდგება. რომ მომიგოს და მოვიდეს თუ ხო და თუ არ მომიგო, მაგან კაი თქვა, ცუდი თქვა, ეგება ბაზარი არ ოპოზიცია, მაგრამ რაღაც ნორმალური კანონ პროექტი წამოვა. არა ამის დედაცვატირე კაცო, ხმარა მოიგო შენი ჯექი მანდ. რატო? თვითონაც ეგეთი მიდგომა აქვს, რომ ვინც მოიგო, იმისი არის კუში და დანარჩენები, რავი, რა გვინდა ვაფშე ოპოზიცია. ანუ ტიპს გულწრფელად გონია, რომ რა ჩემ ფეხებად გვინდა ოპოზიცია და თვითონ ოპოზიციაში რო არის ოპოზიციის კუთხით თავის რამე ფუნქციას კი არ ხედავს, ერთადერთ ფუნქციას ხედავს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და მერე ვინც იქნება ოპოზიცია, იმას დედაუტიროს და ნუ რავი, ხა ჩაკეტილი წრე არის, ეგ არც ადარწავა რა. ხო, უბრალოდ ბევრი არ არიან, ეს მე მგონი შეიძლება იმის გამოც არის, რომ ოპოზიცია სინამდვილეშია, აი წაღარაძე ვინ არიან ბევრი? ანუ აი ეს ოპოზიციური პარტიები რა, რომელსაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ მართლა, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და რეალურად მე მაგის წარჯერა, რომ ოპოზიციურ პარტიებს რეალურად ჯერათ იმის, რომ ხელი მაგალითად აი გონია, რომ რაღაც მოდი კონკრეტულად ჩავთვალოთ. გვარამიაზე შენ როგორ ფიქრობ? მაგას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა თუ პოლიტიკურ სერვისს? რა თქმა უნდა პოლიტიკურ სერვისს აკეთებს. ლელო ხელისუფლებაში მოსვლა უნდა თუ პოლიტიკურ სერვისს? მაგას უბრალოდ ვერ დავიჯერებთ და მე მგონი ისტორია ამტკიცებს, რომ არანაირი ხელისუფლების მოსვლის შანსი არ არსებობს. კიდევ ვინ არ გვაქვს? ნაციონალურ მოძრაობის ამოცანა არის ხელისუფლებაში? კი, ნამდვილად. მიშას შემთხვევაში ეს არის, აი მე მჯერა, რომ მიშა არის. მიშას ამოცანა შეიძლება არის ციხეშიროზის. აი ნანუკა ჟორჟოლიანი რო გახდა ეხა მაგათი ბელადი. ნანუკას ამოცანა არის რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ნუ ეგ რთული სათქმე არა რა თქმა უნდა. ხო, მე მგონია ნანუკა ჟორჟოლიანი მოყურებს რომ ვარა კაი პონჩი გავეძრე. ხო, არ ვიცი, არ მინდა რაღაცა მასეთ ესე რომ ჩაყვე. აღმოჩნდება რომ აი ეს ჭიქაში ქარიშხალი რა ცხდება? ეგეთ სუბიექტიც არ არის, ვისაც მართლა იმის პრეტენზია აქვს, რაზეც აი ჩვენ ხშირად ვიძახდით ხოლმე, ხა თქვენ კი გტოვებდით, მაგრამ ვიძახდით ის რომ აი პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში არის მიშა, ბიძინა და პოლიტიკური პარტია გირჩი რა. ანუ სხვა უბრალოდ ფიზიკურად ვერ ხედავთ, ხა შენ შეურაცხყოფაც არ მიიღო. ხო და მე კიდე მინდა რომ მართლა ბევრი იყოს რა. ანუ სინამდვილეში მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება თანამშრომლობას აზრი ქონდეს. ანუ ოპოზიცია ხო ვარჩევ ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ ერთმანეთზე რა გვაქვს საკამათო, რა არ გვაქვს საკამათო და რა გვაქვს საკამათო რა. ხო და ანუ წარმოვიდგინე იმ ხალხს საკამათო არაფერი არ გაქვს. ანუ აი ჩემი წაღარო ვიძახდი კაკო ბობოხიძეს ის წინა ეთერი ჩემი ხო მაგის მტკიცებულებაა რომ არაფერი კავშირი მე ხო პოლიტიკასთან არა აქვს. ხო და აი მე რატო უნდა დავხარჯო დრო
იმაზე, რომ ვიღაცა ტიპებს, რომლებსაც აი როგორც ახლა ჩამოთვალა და ზუსტად ვიცი, რომ არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს, ეს რაღაცა მომსახურებას ეწევიან. ანუ კაკო ბობოხის პოლიტიკაში არსებობის იდეა დგას სრულიად საპირისპირო რაღაცაზე, რაზეც შენ გინდა ლაპარაკი. რაზეც მე მინდა ლაპარაკი. და შენ გაქვს იმის პრეტენზია, რომ ის შენთან რამე საერთოს იპოვის და თქვენ რაღაცაზე შეჯერდებით. ხო, ვერაფერზე ვერ შევჯერდებით. ეს მითხი, ჩემი რაღაც შეიძლება სიდებილის ბრალია თქვა და ან რაღაც გულუფხილობის, რომ აი მაგალითად თუნდაც იმ ბევრ ადამიანს რომელსაც მე ველაპარაკებული წლების მანძილზე რაღაცა გაგებით ასე თუ ისე მეგონა რომ შეიძლება მართლა რამე პოლიტიკური სურვილი ქონოდა უბრალოდ ანუ აღმოჩნდა რომ აი ზუსტად ეს არის კარგი მაგალითი რომ ამის გაკეთება არ შეიძლება მაგრამ იმისთვის რომ ეს გააკეთო ვაფშე ადამიანები უნდა არსებობდნენ მათ შორის აი თუნდაც აი ხო ვიღაცას ახალგაზრდა ადამიანს თუნდაც ან ადამიანს რომელსაც პოლიტიკა მართლა აინტერესებს ან სწორის და არასწორის გარჩევა აინტერესებს რა ანუ ამას ხო უნდა კონდეს დანახული გზა რომ აი მე რო რაღაცის გაკეთება მინდა რა გზა არსებობს ამისათვის მივიდე კონსერვატორებთან არის მივიდე სადღაც მივიდე რა და იქ რომ მივალ თუ ჩემს რესურსს ჩავდებ და გამოვამჟღავნებ რა უნარები მაქვს რაღაც წარმატებული ხო და თელი ოპოზიციური სპექტრი იმდენად დისკრედიტირებულია და დაზიანებულია და ჩემი ერთ თქვენც გაქვთ ეგ პრობლემა აწილობრივ რაში ვარ დისკრედიტირებული კაცო არ გადავიდე ნუ იმუშავა ამაზე ხო ეხლა ოპოზიციური პროპაგანდა ზოგადად ხო ოპოზიციასაც იმუშავა თქვენც რაღაც მომენტში ეხლა თავარი ჩემი ის რაც არის თქვენ მიმართ პრეტენზია ზოგადად რომ იმის მაგივრად რომ კი მაქვს როგორ არა იმის მაგივრად რომ თქვენი საქმე შენ რისი მოლოდინი ქონდა ეხლა თავჩახრილი გეკეთებინათ უძღები გირჩის დაბრუნების და ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის მიღმა დაიწყეთ ჩოლებრივი ადამიანების კრიტიკა რომელიც შეიძლება გულსფელი იყოს და შეცდომაში იყოს შეყვანილი და არასწორ ნარატივზე იჯდეს. უბრალოდ მე არ მგონია რომ ოპოზიციური პოლიტიკოს იმის ფუფუნება აქვს ან რაიმე აზრი აქვს, რომ უბრალოდ ამჩევს გაუბრაზდეს რა. ხომ მოატყუეს. მესმის, მაგრამ გაბრაზებას ადამიანზე შენ რატომ მოწყუდი? აზრი არა, კონტრპროდუქტიულია. არა, შეიძლება აზრი არ ქონდეს, მაგრამ მე ხო მე ხო ადამიანი ვარ. მე ხო შეიძლება რომ ჩემი გულსფელია, მე ამ შემთხვევაში ამის ჩემპიონი ჩვენთან იაგო იყო. ამათი გალანძღვის, მაგრამ მე ვეთანხმებოდი რა. მესმის, ვახ, უბრალოდ პოლიტიკოსი რა ხარ, ანუ ამ ხარში პოლიტიკოსი იდეა რთულია, რომ იდეალურობა მოგეთხოვება არა. ანუ მე არა მაქვს პრეტენზია იდეალურობა. არა, ხო, მესმის, ამიტომ ესე საგიჟეში ზარ რთული იქნება, რომ ხალხი დაარწმუნო. მესმის. და მაქსიმუმად უნდა იყოს იდეალური. ანუ მოთხოვნები არის ძალიან გაზრდილი ერთ სიტყვით რა. თორემ მე იმ კრიტიკაშიც გეთანხმები, მათ შორის იმ ადამიანების და მე მანდ უბრალოდ იმას გიხსნი, რატო შეიძლება იყოს დისკრედიტირებული? არა, შენ თქვი რომ დისკრედიტირებული ვარ და ვის თვალში ვარ დისკრედიტირებული, კაცო? თავის გონია, რა ქვია. რავი, სწორი ადამიანი. შენ რა გიხსენით, თქვენ მაგ ფორმულას რო ამბობდით, ანუ ჩვენ რა პონჩი გვტოვებდით, რატო გითხავ ხა ბოლო არჩევნების შედეგები დაახლოებით ერთი და იგივე ელექტორალურ შედეგებზე გავედით, მაგალითად ჩვენ და თქვენ რა, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ანუ ჩვენ რო პოლიტიკურ პარტიად არ გვასახელებთ მაგის მიზეზი რა არის ანუ იდეოლოგიის არქონაში გვდებთ ბრალს თუ აი მე მაგალითად თქვენთან პრეტენზია არ მაქვს იცი და იმ დღეს გითხარი კიდეც ჩვენთან რო იყავით რომ მე მგონია რომ რაღაცაშია საქმე აი რაღაცაში მართლა არ ვიცი მგონია რომ საერთოდ სხვა რამეს თქვენი იდეები სხვა რამეს ნიშნავს ანუ მე მგონია რომ თქვენი იდეები ნიშნავს არა ჩემი გაგებით, რასაც ზოგადად აი რაღაც ლექსიკონური გაგებით კონსერვატიზმი ქვია, არამედ ქვია სოციალიზმი და რაღაცა კომუნიზმი რა. და ეს არ ვიცი ისი ბრალია, ეს უბრალოდ აი მართლა ვერ ვხსნი და ისი ბრალი შეიძლება იყოს. ჩემილა გითხრა მოკლედ. ამავე დროს აი მაგალითად აი თქვენი თქვათ ის ისტორიები რომ აი მაგალითად ხა მაგალითად შენი დაფინანსება ისეთივე გამჭვირვალე რო იყოს როგორც აი მაგალითად გირჩის დაფინანსება გამჭვირვალე ზუსტად რო ვიცოდი რომ აი სრულიად ისეთი ხართ რა ეს პრეტენზია გქონდა არაფერი პრეტენზია მაგრამ შეიძლება არ შემოვიდე მაგრამ აი მაგალითად ეს მე დამარწმუნებ და იმაში რომ რავი ჩვეულებრივი ხალხია რომელსაც ვიღაცა ხალხი მართლა აფინანსებს რა ნახე შენ შეგილია ხა სახელმწიფო სტრუქტურა არც მახსოვს რა ქვია იქ არის ხო სადაც იტვირთება რომ აი ამ პარტიამ ამდენი დახარჯა შემომწირველი ეს აი ჩაბარებული ყველაფერი და პარტიულ სტრუქტურაზეც და იმაზეც რავი ხა ნებისმიერ დროს ალტინფოს რო ჩართავ ყველა გადაცემაში ქვემოთ დევს რომ დონაციები აქ არის ხო აი ჩვენი და მაგდენ დროს და ენერგიას ნაღდად არ დავხარჯავდი მე რომ რაღაცა მაყუთი მქონდეს და არც
ერთი გადაცემა მექნებოდა მარტო საღამოს 9 საათზე, მე რომ რაღაცა მართლა იმაზე მქონდეს სხვადასხვანაირად იყო. აი სამი კრიტერიუმი ხო ჩამოვთვალეთ პარტიის იდეის რაღაც თანმიმდევრულობა, პარტიული ასე ვთქვათ, აი რაღაც კონკურენციის გასაგებობა და ფულის გამჭვირვალობა რა. ხო და აი წარმოიდგინე, აი იდეაზე პირველი გითხარი რომ ვერ ხვდები მეთქი, მაგაზე საერთოდ ვერ ხვდები კონსერვატორები, აი იმიტომ რომ ჟანერი კონსერვატორები შეიძლება იყოს ხალხი, რომელსაც აი რომელიც მაგალითად ისეთ იდეებს ამბობთ, რომელიც უფრო შეესაბამება სოციალისტებს, ვიდრე მაგალითად შეესაბამებათ კონსერვატორებს. და გავიგე, აი მოდი ახლა პასუხი გავცემ მაგაზე იდეოლოგიას. ნახე, მაშინაც როცა საუბრობდით, მაშინაც გითხარით და მოდი ფორმულაზე ჩამოვყალიბდები რა. კონსერვატიზმი არ არის უნივერსალური იდეოლოგია ლიბერალიზმისგან განსხვავებით, გეტყვი რატო. ლიბერალს საფრანგეთშიც, იაპონიაშიც და ამერიკაშიც ერთი ისა აქვს ბაზა. ანუ არაბული კონსერვატიზმი, იაპონური კონსერვატიზმი და რაღაცა ამერიკული კონსერვატიზმი რატო არის იცი განსხვავებული? კონსერვატიზმი არის წარსულის პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომავალი შენება და ეს წარსულის პოზიტიური გამოცდილება ტიპებს სხვადასხვანაირი გვაქვს. და გეტყვი, კაცო, მივიდივარ მაგან, ნახე. ამერიკული კონსერვატიზმის ბაზა არის პროტესტანტიზმი და საქართველოში კონსერვატიზმის ბაზა არის მართლმადიდებლობა. რა კლასიკური ლიბერალიზმია. რა ფუნდამენტური განსხვავებაც არის მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმის შორის? ვაფშე დრამატული განსხვავება არის, ხო? პროტესტანტიზმი არის უკიდურესი სუბიექტური განმარტება, ხო? იქ არც ეკლესია არის, ყველა ბიბლიას თვითონ განმარტავს საკუთარი თავისთვის. ის მიდგომა, რითიც შენ მოძრაობ, ანუ შენ რო ეხა რა იდეებიც გაქვს, ეგ სინამდვილეში პროტესტანტულ ეთიკაში დაიბადა. მაგრამ მართლმადიდებლობა სხვა იმაზე ოპერირებს. ანუ აქ ერთობის კოლექტივის შინაარსი მართლმადიდებლურ ტრადიციაში გაცილებით უფრო მაღალი არის, ვიდრე პროტესტანტებში. ამიტომ მე როცა რაღაცაზე ვოპერირებ და მათ შორის რაღაცა მემარცხენე იდეების ნაწილიც მაქვს, ეგ გამომდინარეობს იმ მართლმადიდებლური ეთიკიდან, რომელსაც შენ რო ეძებ აი წიგნებში, რომელიც არის ამერიკელი კონსერვატორების მიერ დაწერილი და იქ რომ მაგას ვერ პოვრობ და მე რომ მეკითხები რომ ეგ რანაირი კონსერვატიზმია, სინამდვილეში შენ რა გულის მოგეცა რომ აუხსნათ მართლმადიდებლური კონსერვატორები. მე ძალიან ინტერპრეტირებადი ამბავია მართლმადიდებლობის რომ მაინც ქრისტე სოციალისტი იყო. არა, ქრისტე სოციალისტი ვაფშე არ იყო, ქრისტე საერთოდ არაფრისტი არ იყო, ქრისტე ღმერთი იყო, მაგრამ ნახე რას გეუბნები, შენ რო პროტესტანტულ ეთიკაზე დამყარებული კონსერვატიზმის ნიშნებს ვერ პოვლობ ჩვენთან და რომ მეუბნები რომ არ ხარ შენ კონსერვატიზმი, მე გეუბნები რომ საქართველოს პირობებში კონსერვატიზმი რაც არის, მე მაგას მიუყვები. და ჩვენ ხო ამიტომ მაგაზე მე შეგვიძლია დავზრდეთ და ცალკე გადაცემა გავაკეთოთ რა განსხვავება თქვენ შეხედულებას და ჩემს შორის. ამას ისეც ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ სხვადასხვა იმაში გავაკეთებთ ხოლმე. თქვენ აი მაგალითად აი თქვენ ანუ იმისთვის რომ აი ბოლო კითხვა მე შენ ვარ ისე ველაპარაკე. არა უბრალოდ მე ამ 4 ადამიანს წეგამის დავასახელე რაღაცა თანამოაზრეებად გთვლით თუ პოტენციალი ბოდიშვი ხო. არა ნუ მეგობრებო ხო ანუ თვითონ საბამაც მითხრა რაღაცა კაში გადამიკვეთა ხო და ამიტომ ჩავთვალე რომ შემიძლია რომ აი წარმოვიდგინო რომ 4 ადამიანი არსებობს რომელიც რაღაცა დაახლოებით პოლიტიკაში უნდა ყოფნა. მინიმუმ აინტერესებს რა. უბრალოდ აი ეს დიდი ხანი ხო ვერ გაგრძელდება რომ დებატებში დადიოდეთ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი აბსოლუტური ის არის ნონსენსია რა. ხო და აი უბრალოდ გულშემატკივრობთ. მესმის ხო. მინდა რომ რაღაცა პოლიტიკური პარტია ან რაღაც იდეა ან რაღაც ჩამოაყალიბოთ რა. ანუ შენ ლიბერტარიანული პარტიიდან აღმოჩნდი არა აი რაღაც უცნაურ ავტორიტარულ პარტიაში რა და ეხლა ეს არ მოგეწონა დაინახე შეცდომები და გინდა რომ ახალი გააკეთე აი რაც დღეს ვილაპარაკეთ რა როგორ წარმოგიდგენი აი რა იდეოლოგიის ან რაღაცა რა იდეის აი როგორ გამავრცელებელ საზოგადოებას თუ რა ვიცი რაც კიდე დავარქვათ აპირებთ ან ფიქრობთ რომ შეიძლება შექმნათ ესე შაბლონებით იმას ზოგადად ბოლო დროს და გადავაჩვიე მე ლიბერტარიანელი ვარ და რაღაცა ესე მაგრამ კლასიკური ლიბერალური იდეები რასაც ჩვენ მართლა ლიბერალის ვეძახით და არა იმ ლიბერალის რომელიც რაღაცა მარქსისტულმა იდეოლოგიამ
სახელი გაუფუჭა. LGBT-ს არ გაგულისხმობ. არანაირად და ნუ ჩემ თავარი ამოსავალი ამ იმას კლიშეებს რა გავწდი, აი რომ თავარი ღირებულება ჩემთვის არის ზოგადად ადამიანი. ეს ადამიანი როგორც თავარი ღირებულება შემდეგ კონკრეტულად სახელმწიფოს მართვის პროცესში როგორ იქნება ცენტრი, მე ყველაფერი ამასთან დაკავშირებით მექნება ჩემი ხედვა, იქნება ეს რა ვიცი, განათლების სისტემა, იქნება ეს ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერ მიმართულებით ჩემი თავარი ღირებულება არის ადამიანი. ყველაზე ახლოს ეს დგას ამ რაღაცა უფრო კლასიკურ ლიბერალურ ხედვებთან და მე ხარ ზოგადად მე ესე ანარქისტული იდეოლოგიის ვარ, ესე კონკრეტულად მე თუ ჩემ ბადრიზე ვისაუბრებ, საერთოდ არ მჯერა სახელმწიფოს როგორც აუცილებელი სიკეთის აუცილებელი ბოროტების და არის ნაწილი რომ ესეთ სიკეთეთ მოიხსენიებს ამას ამის საჭიროების და მე ვეცდები რომ ის პარტია რომელშიც მე ვიქნები იყოს ზოგადად მეტი თავისუფლების მომხრე ყველას პირველში შეიძლება 100%-ით ყველა მირეი როთბარდი არ მყავდეს პარტიაში მაგრამ რა ვიცი 70% მაინც თუ იქნება მემარჯვენე პარტიას თავისუფლებისკენ გადახრილი ის ადამიანი იქნება ჩემი თანამოაზრე ანუ მემარჯვენეები ხართ მაინც ყველანი კი ბატონო სოციალისტთან ვერ ვითანამშრომლებ არ შემიძლია მაგრამ ეგ აფერისტო მგონია უკვე. აი მაგალითად შორის დებატები თქვენსა და ხო აი მაგალითად ეხლა ზურასთან ერთად ჩავთვალა რომ კაბათოთ სტრატეგიაში გვაქვს ბევრი თანხwebdriver მე და ზურა ერთ პარტიაში ვერ ვიქნებით იმიტომ რომ მგონია რაღაცა გამოკვეთილი იდეოლოგია ადამიანებს უნდა გაერთიანებინათ სიყალბე იდიოტობა ანუ სიყალბე და ყური იდიოტობა პარტია მაგის მიღმა უნდა იყოს არ ვიტყუებით ანუ არ ვიტყუები და მე გულით ვარ გულწრფელად სოციალისტი კარგია რომ არ ეთქვევი, მაგრამ ბოდიში რომ სოციალისტი ხარ, შეთან ვერ ვითანამშრომლებ, როგორც ერთ პარტიაში რა. სხვათა შორის ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ერთი რაღაცა ვთქვათ რა. ვაფშე რამე მნიშვნელობა რო აქვს პარტიას რა იდეოლოგია აქვს, მაგის კრიზისიც არის. ეხლა ჩვენ რასაც განვიხილავთ, რა შენ რომ მეუბნები რომ თქვენ რანაირი კონსერვატორები ხართ და მე რაღაცას რო გიხსნი და რაღაცაში არ მეთანხმები და რაღაცა. ეხლა იმ პარტიების უმეტესობა, რომელიც ჩვენ ეხლა განვიხილეთ ამას ეხლა ნუ არ ვიცი უყურებს თუ არა მაგრამ უყურებს რა აუ ამათ მოცლიათ ვაფშე რაზე ბურღავენ თუ ის რა კონსერვატივი რა ლიბერტარიანიზმი მან შემოდის რა ხარ რუსეთი ვარ და ხო რაღაცა ჩელაბინსკში გავიღვიძეთ ხალხო რაზე ბაზრობენ ესე ანუ ნახე ერთ-ერთი რაც უნდა გაჩნდეს ანუ ხალხმა რა კითხულობდა ჯო ვაფშე მნიშვნელობა აქვს თუ არა პარტიას რისი ჯერა მაგალითად ქართული ოცნებაზე რომ მეკითხები ანუ პრეტენზია რა გაქვს და რო ვეუბნები პრეტენზია რა მაქვს ბევრი ვაფშე ვერ ხვდება რომ ეგ რატო არის პრეტენზია ჩემი ქართლოსნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია რომ ვაფშე გაუგებარია მაგ პარტიას რა იდეოლოგია აქვს ანუ როცა უსწორდებათ მემარცხენეები არიან როცა უსწორდებათ მემარჯვენეები ანუ ხვალე რაც დაჭირდება ხო იცი ანუ ოპორტუნისტი ოღონდ ფული და ძალაუფლება იყოს და გინდა ლიბერტარიანელი ვიქნები გინდა კომუნისტი რაც გინდა ის ვიქნები საქმეს როგორც დაჭირდება საქმეს ჭირდება და ევროპაში ასოცირების იმაზე აი დროშას იქნებენ 6 თვე გავა და რაღაცა გვაპიდარასტებენ ხალხო და პროგნოზირებადი უნდა იყოს ახლა მე მაგალითად ხო მაგრამ ეს ხო მათი მინუსია ანუ სინამდვილეში იმ სისტემის ფარგლებში რომელიც აეწყო ობიექტურ რეალობაში გამოჩნდა რომ პლუსია, იმიტომ რომ ოცნების მომხრეები პირიქით მაგალითად რო ვეკამათებით გვეუბნებიან რა იცით კაცო თქვენ პოლიტიკა. ქართული ოცნება იმიტომ არის მაგარი რომ ჰოპ გინდა ეს არის რა მაგრათ არიან პოლიტიკაში. ხო და რო ვეუბნები რომ ბიჭო მაგათ არაფრის არ ჯერათ. მაგენი გეუბნები რომ მაგათ ბიზნესი ჯერათ კაცო რა გინდა. და თუ ხალხში არ გაჩნდა დაკვეთა საერთოდ რომ აი ხა მე მაგალითად ერთ-ერთ პლუსად ჩემი ასე ვთქვათ პარტიის მგონია რომ არასდროს ფუნდამენტალურად რაღაცა შეხედულებები არ შეგვიწვია შე ვაფშე არ ეთანხმებოდი არაფერს ჩვენ შეხედულებებს მაგრამ იმას ვერ მეტყვი ხარ რომ რაღაცა გუშინ წინ ვაფშე რაღაცა ლიბერტარიანიზმი მინდოდა მერე კომუნიზმი მინდოდა მერე მიშისტი ვიყავი მერე ბიზნესისტი ვიყავი და ეგეთი ცვლილებები არ განმიხორციელებია ჩემი ცვლილებების მაქსიმუმი არის აი რაღაცა მე რო კონსერვატიზმის ფარგლებში გამოვედი და რო თქვი რომ მე მგონი კონსტიტუციური მონარქია ცუდი აზრი არ არის რომ მაგაშიც კი რაღაცა ნებათაღელვა გამოიწვია და განხილვა ხო ანუ ვისაც აქვს სტაბილური რაღაცა ხაზი იმას უნდა კონდეს მე პრეტენზია აი რო შენ რო ამბობ რომ ხალხსაც რაღაცეები უნდა მოთხოვო რა და ეგრე არ არის რომ მარტო პოლიტიკოსების ბრალიაო მაგასში მე რაში გეთანხმები იცი ხა მე კრიტიკის ტაქტიკაში არ გეთანხმები რომ რაღაც იმ ტერმინებში არ გეთანხმები სამუნათებს ხოლმე მაგრამ თვითონ მიდგომაში რომ ხალხს აქვს რა ბიჭო რაც ჩვენ თავს ხდება დიწილად თქვენი ბრალიც არის იმიტომ რომ არასწორი კრიტერიუმებით არჩევთ ვის მიცეთ ხმა ეგ მართალია იმიტომ რომ
მე მაგალითად რას შევწრები რა ამას ვიტყვი და დავასრულებ რომ მე არ შევჭამ მარტო დრო. აი ხარ ჩადიხარ ადამიანთან, წინასაარჩევნოდ და რო ესაუბრები ხვდები რომ ეს ხმას როგორ აძლევს, იცი? რის იმჯერა კი არა, ვინ გონია ქვეყნისთვის კი არა, ვინ მოიგებს აძლევს. ანუ გამარჯვებულისკენ რო უნდა. ანუ ჩვენ და თან გამარჯვებულისკენ რო უნდა რამე ბონუსი კი არ მოვა ამის ხელში. აი საფეხბურთო მატჩი უეჭველი კუში ვიცი ამაზე დავდებ განწყობით მიდის არჩევნებზე და აი მაგ ფენომენმა რო დაიკლოს აქ და ადამიანმა შეგნებულად რომ იცეს სხვადასხვა პარტიებს რაც მოწონს არ მოწონს მაგით ხმა ეგ არის გამოსავალი რა ერთ-ერთი აი რომ მკითხონ ხა შეიძლება ამას რომ მოусმინოს ვიღაცა ადამიანმა რომელსაც უნდა რომ აი ერთი დღე შევიკრიბოთ, შევაზანზაროთ ქვეყანა და ყველაფერი გადარჩება, მაგ ეგ ვისაც ტვინში აქვს, ხა მე რას ვლაპარაკობ, ეს არის აი ბოდიალობ თქვენ, მაგრამ ნუ ვისაც მოსმენა, უნდა მაგას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ აი დავამთავრებ, რომ დიმიტრი უზნაძეს ჰქონდა ეგეთი პასაჟი, რომ ქართველი ერის ერთ-ერთი მინუსი არის, რომ არ მარტივად ფეთქებადი ვართო, რაღაცა მომენტში შეგვიძლია რაღაც საგმირო თემები ჩავიდინოთო, მაგრამ გრძელვადიანი მონოტორონული მიზანმიმართული მუშაობის კუთხითო ძალიან მოვიკოჭლებთო რა და აი ეს გრძელვადიანად რაღაცაზე მიყოლა რო იცი რომ ხვალე დიდგორი არ მოხდება და შეიძლება ნელ-ნელა 5-10 წელი მოგიწიოს რაღაცის კეთება აი ეგ უნარია რაც საზოგადოება რო გაიზარდოს მაგ უნდა გამოიმუშაოს მაგიტო გავაკეთე სკოლა ანუ მაგაზე მინდოდა ერთი განმარტების გაკეთება რომ ის რადგან თვლილი რომ თქვა ადამიანებს რაღაცა ზედმეტად შეიძლება რაღაცა აფასებდით მეთქი მაგრამ იმას არ გულისხმობ რომ რაც ადამიანებს მოწონთ ის უნდა ილაპარაკო ეგ არ გონია სწორი კაც გულსფერად უნდა ილაპარაკო რისიც გჯერა რა გზაც გონია სწორი რა იდეოლოგიაც გონია სწორი უბრალოდ ვიღაც თუ არ გეთანხმება მიდგე და ის ადამიანი ლანძღო ეგ არ მოიტან შედეგს რა ხო მაგის თვამიდა გალანძღვაზე ვიძახი როდესაც ნერვებს არ უნდა აყვეთო თორე ის რასაც გთხოვს ეგეთი გახდი მეთქი მაგას არ ვიზახი როდესაც ადგილი აქვს იმას რომ ვიღაც მაგალითად ცილის წამებით არის ცილის წამების კამპანიით არის რა შენ წინააღმდეგ დაკავებული და პლუს კიდე ამომრჩეველს პირდაპირ ატყუებს იმის გამო რომ შენ ხალხი უნდა გამიჯნოს სხვადასხვა ხალხი არიან მე ვიცნობ მაგ ხალხს ვისაც ჩვენ ყვები არსებობს ორი კატეგორია ეგეთი ადამიანების ერთი რომელიც დაინტერესებული არის იმით რომ შენ წარმატებას ვერ მიაღწიო და შეიძლება პარტიის ლიდერი არ იყოს მაგრამ იყოს პარტიის რაღაცა აქტივისტი მაგრამ პარტიის ლიდერები ხო და ეგ ხალხი და ის ხალხი ვისაც შეიძლება ეს ხალხი აბოლებდეს მედია და აბა ეს ხო კი ბატონო მედიაც აქეთ ფლანგზე დავწოვოთ ეს ორი რაღაც არის გასამიჯნი რა მე მაგ ნაწილში მაქვს შენიშვნად როგორც ერთ პოტენციურ ამორჩევის აზრით უგაინტერესებს მიმართ თავარი ბრალდება იყო რომ ტყუილში და აი ზუსტად ცილის წამება მდგომარეობდა იმაში რომ იდეაში არანაირი ჯერთი მტკიცებულება არ არსებობდა ამის. იყო სუირიბი მტკიცებულებები შენ რატო ითანამშრომლე და რაღაცა რატო დაელაპარაკე, რატო რაღაცა ქენი. ანუ ეს იყო ცილის წამება ერთის მხრივ და მაგის აღქმა, როდესაც ჩვენ ვიძახდით, რომ რავი ჩვენ ყველასთან თანამშრომლობისთვის ლაპარაკისთვის ყველასთან მზად ვართ. ეს იდეაში მე მგონი დავამტკიცეთ ამ პერიოდის განმავლობაში რომ მართლა მზად ვიყავით ყველასთან სალაპარაკოთ, რავი მიშასთანაც, ყველასთან გრიშასთანაც, ბიზნესთანაც და ასე შემდეგ. და აი ეს იყო ჩვენს მიმართ წაყენებული ბრალდების აი თავარი ამბავი რომ როგორ კაცო თქვენ კონცეპტს კოალიციას გაუკეთეთ კი უსამართლო ბრალდება აბსოლუტური სიგიჟე იყო ხო აი მოკლედ აი ამ საიმიტო ჩემი აზრით იშვიათად ხდება ხოლმე რომ ანუ რაღაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ვართ მართლა და ნუ მინიმუმ ლაბარაკი რო შეგვიძლია მე მაინც ამას რაღაცად მივიშნევ რა და მგონია რომ რაღაც ამაზე შეიძლება რაღაცა დააშენო. მე არ ვიცი რა გამოგვივა ზოგადად რომ რამე დავაშენოთ და რამე გავაკეთოთ შეიძლება მარტო მოგვიწევს რაღაცების გაკეთება და რა მე მაგალითად სკოლა მგონია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა გინდა პოლიტიკური საქმე დაუძახე და გინდა პოლიტიკაში მაგიტო მოიძო სკოლა მინდოდა გამეკეთებინა. ხო და ეხა ვაჩი სკოლა გაქდა არსებობის არსი რა არის არა რატო კაცო ძალიან გრძელი გზა სანამ ეს ბავშვები მართლა რაღაცები ძალიან ამბავია და ხო და რაღაც ისურებს სრულად დიდი მადლობა და რავი ჩემი რაღაცნაირად მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილს მივახციე ანუ ჩემი ოცნების მნიშვნელოვანი ნაწილი ავისრულე ხო
იქნება რა ჩემი აზრით ყველა ეს არ დავკარგე რა ეს დრო ან თან ისეთი რამე გავაკეთე რადგან ვოცნებობდი სინამდვილეში ყველა ესე რა ვიხარ სკოლის გაკეთება თუ გინდოდა პოლიტიკაში რა გინდოდა ისეთ ყველას პოლიტიკის გარეშე ვერ გავაკეთებ ხო არ ვიცი კაი ძალიან დიდი მადლობა ხალხო ჩემთან სტუმრობისთვის და მე უბრალოდ გთავაზობთ რომ თუ ჩვენ მოახერხეთ და მართლა რაღაც ესეთი დებატების ლაინი გავუშვით ჩვენი სტუდია რეალურად მზად იქნება რომ აი ესე თემატურად მათ შორის აი გინდა ქრისტიანულ მართლმადიდებლური კონსერვატიზმი გავიყოთ, მაგრამ მე დიდი სია, რეალური აი როგორ უნდა დავთმოთ, აი ძალაუფლების დათმობა რას ნიშნავს რა და აი რა ვიცი, ვინ არის ხალხი, რომელიც ზოგადად ასეთ თემებზე აუ საინტერესოდ ფიქრობს და მზად არის რომ ღიად და ესე საჯაროდ თავისი პოზიციები დაიცვას რა ანუ თავარი პრობლემა ხო ის არის რომ ძალაუფლება არასოდეს არ არის ძალაუფლების დათმობა ხდება ისეთ საზოგადოებაში სადაც არიან ისეთი ელიტები რომლებიც ერთმანეთში თანხმდებიან რომ ძალაუფლება უნდა დათმონ ხოლმე ხო იმიტომ რომ ეგეთი პოლიტიკური ელიტა და ფინანსური და სამხედრო ელიტები არ აყვავს და მაქედან არის ეგ პრობლემა ანუ ელიტების ფორმირება როგორ ისტორიაც არ აქვს მაგაზე შეგვიძლია მე ვისაუბროთ. და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ვიყურეს და დროებით დაგემშვიდობებით შემდეგ ლაივამდე. კარგად დადებოდეთ. Bye.